მე დღეს მოვედი ძალიან ისე თავისუფლად ყოველგვარი წინასწარი მომზადებით გარეშე, იმიტომ რომ სით შეხვედრებს გაუწილად მომზადება უძღვის ხოლმე თან, როცა თქვათ რაღაცა თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ დღეს სპეციალურად არ გავაკეთე ეს, რამდენჯერმე ვიფიქრე, მაგრამ მე გადავიფიქრე. მინდოდა რომ უფრო ესეთი ბუნებრივი ნატურალური ყოფილიყო, როგორც აი მეგობრებთან რომ დაждები და ისაუბრებ. ესე გადავწყვიტე რა გამოვა ღმერთმა უწყეს. როცა შეხვედრას ასე წარმართავ, ეს მეგობრულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, გონებრივი თქვათ იმპულსების გარდა ემოციური და გზნობისმიერი იმპულსების მოდის და შეიძლება ჭარბობდეს კიდევაც ემოციები და გზნობები დღეს, ვიდრე რაღაც რაციონალური მსჯელობა. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ აი ესეთ მეგობრულ სიტუაციაში ვიჩიერო ესაუბრო. შემოვედი აქ, პირველი განცდა ის იყო, რომ ესე იგი გრიგოლს ვეუბნებოდი, რომ რადიც საქმეს აკეთებ, მეთქი რომ ცდილობ, რომ ამდენი ბავშვი გამოგლიჯო ამასოფლის სულს. და რა არის ამასოფლის სული? ამასოფლის სული ცუდი რამეა, იმიტომ რომ ამასოფლის სულის უკან დგას ცოცხალი არსება, რომელსაც ჩვენ ეშმაკს ვეძახეთ, ხშირად ვიცინით მასზე და ხშირად არ თვლით, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაცობრიობის ისტორიაში და ჩვენ ცხოვრებაშიც, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი ერთ რამეს გეტყვით. ჩვენი შინაგანი აზრების გულისიყვები რო ქვია, თითქმის 100%-ს ის გვაწვდის. როცა ჩვენ რეალიზდებით, როგორც ეგოისტები, როგორც პატივმოყვარენი, როგორც ამაყნი, როგორც ამპარტავანი, როგორც მრისხანენი, გესმით, როგორც ანგარებიანი, ყოველთვის ის იქვია, ჩვენთან ახლოს არის. ასევე ის შორს კი არ არის, ამასოფლის უფროსი თავადი. სწორედ ის არის. და ამას ვინ ამბობს, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამბობს, აბა ჩვენ საიდან ვიხვდებოდით ამას. ამიტომ ამასოფლის სული ნიშნავს იმ სულისკვეთებას, რომელსაც აი ის წინა ისტორიული გველი მართავს, რასაც ჩვენ ეშპაკს უწოდებთ და იმას რომ წაგლიჯო ახალგაზრდა, რომ არ დაიღუპოს. და ეკლესიაში, ანუ ქრისტეს სხეულში მოიყვანო, ეს არის დიდებული რამ და აი ეს სკოლა ამას აკეთებს და დანარჩენი რა თქმა უნდა თქვენზეა. ეს სკოლა ყველაფერს აკეთებს ამისათვის და დანარჩენი თქვენზეა. და კიდევ ერთი, რასაც აი რომ დავთავრდა პანაშვიდი, თავდაშვილის პატრიარქისთვის გადახდილი პანაშვიდს რო ვიხდით ხოლმე, რაღაც ისეთი განცდა მაქვს, რა საზეიმო განწყობა მაქვს ხოლმე და უფრო მეტად მერე კიდე ვევედრები ხოლმე პანაშვიდის მერე რომ შეეციოს ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს წმინდა სინოდს ეხა არჩევებია და თითოეულ ჩვენგანზე ჩვენ ოდლობა შეეციოს და ჩვენს მორწმუნეებს შეეციოს ყოველთვის ვევედრები მას როგორც წმინდას. და გიყურებდი თქვენ პანაშვიდის მერე და ვფიქრობდი, რა იქნებოდა, როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, რომ აი ესე მოსულიყვნენ სასულიერო პირები და ქრისტე ეკადაგათ. რა ცხოვრებას გავვილიდი, რამდენ შეცდომას გადავრჩებოდი. ამ ქვეყანიურათაც ბედნიერების სულის სისავსე მექნებოდა. მე ბედნიერი ვარ ახლა, იმიტომ რომ ქრისტე მყავს გულში, მაგრამ სულის სისავსე მექნებოდა. ბედნიერებისა და ტკივილებს და იმ განსასწრებს არ გავივლიდი. მე რო თქვენ სასაფში ქრისტე შემეცნო, იმიტომ რომ ძალიან დიდ წრეზე დამჭირდა სიარული, რომ საბოლოო ჯამში მივხვდარიყავი, რა არის ჭეშმარიტება, რა არის ცხოვრების საზრისი, რა არის ადამიანის მიზანი. რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო და ასე შემდეგ. ძალიან დიდი დრო დაჭირდა ამას, დიდი განსასწრებელი დაჭირდა, იმიტომ რომ აი თქვენსავით სკოლაში რო ვსწავლობდი, სასულიერო პირი კი არ შემოდიოდა, ღმერთის სახელი აბუჩად იყო აგდებული, ესე იგი გვასწავლდნენ, რომ განვითარებული ცხოველები ვართ და რომ ადამიანის ცხოვრებას არ აქვს პერსპექტივა და ერთადერთი პერსპექტივა არის ის, რომ 1980 წელს იქნებოდა კომუნიზმი, ესე იგი სასაბჭოთა კავშირში. და ესე იგი მოხუცი მასწავლებლები დარდობდნენ, რომ აი ჩვენ ვერ მოვესწრებით. აი ესეთი საშინელი დროია. და აი ამ საშინელ დროს ეს იყო დაახლოებით 10 კლასში ვიყავი მე მგონი, მაშინ 10 წლიანი იყო ჩვენი სწავლება. დაახლოებით 10 კლასში ვიყავი, 1977 წელია, პატრიარქოს ამანჯერმეჯი ერჩეს. შევოდის ქართულის მასწავლებელი, ღმერთის სახელი საერთოდ არ ჭაჭაკებს. ესე იგი, აი რომელიმე თქვენგანმა იცის, ვინ არის მაგალითად ავსტრალიის რომელიღაცა შტატის გუბერნატორი. რატო არის? ხო არსებობს? არც გიფიქრიათ ხო მასზე?
აი ესე არ ვფიქრობდი მე ღმერთზე საერთოდ ანუ ათეისტი კიდე კარგი, ათეისტი კი მაინც ცუდად, მაგრამ მაინც ფიქრობს ღმერთზე და საერთოდ დახურული თემა იყო და ასე ცხოვრობდა მილიონობით ადამიანი მთელ საბჭოთა კავშირში. და 77 წელია შემოდის მასწავლებელი ქართულის მედეა ჯაფარიძე იყო სახელმწიფო და ამბობს ესეთ რამეს რომ გუშინ მიხავი ცხეთაში არც ის არ იყო მორწმუნე. ანიქ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ნუ მაინც ძველი თაობის წარმომადგენელი იყო თან ქართულ ენას, ლიტერატურას კარგად ასწავლიდა და მაინც ხო ის ქართულ ლიტერატურასთან კავშირობა აქვს სხვა განწყობებს პატევს. ხო და ახალი პატრიარქი აირჩიეს. და ეს არის ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, ძალიან სიმპათიური, ძალიან ლამაზი, ღვთაებრივი სახით, გაოცებული დავრჩი, იმდენი ხალხი, ამის მეტი არაფერი ითქოს. ხა წარმოედგინეთ, ეხლა ვარ 65 წლის. ვიყავი მე-10 კლასში. მთელი ცხოვრება გავიდა, ხო? რამდენი რამეა ჩემ ცხოვრებაში ისეთი, რომელიც აღარ მახსოვს, საერთოდ რომც გამახსენო ვერ გავიხსენებ. აი ეს სიტყვით მახსოვს. თითქოს აი გონებაში რომ ჩაგეჭედება რა. რომ პატრიარქი აირჩიეს, არც პატრიარქი ვიცი ვინ არის, არც იესო ქრისტე ვიცი ვინ არის. ეკლესიაში საერთოდ შელასწვილი არა ვარ. ცოცხალი მღვდელი ნანახი არა მაქვს. საერთოდ დახურული თემა და უცებ ეს ჩაეჭედა ჩვენს ცნობიერებაში. ეს იყო და ხო ჩაეჭედა ხო და რა ემოცია დატოვა, დადებითი ემოცია დატოვა. რაღაცა დადებითი დატოვა. აი ესეთი განცდა მაქვს ამ გადასახედა რომ უყურებ რომ პატრიარქი რომელიც მოვიდა საპატრიარქო ტახტზე პირველივე წამიდან მან ფიზიკურად აი ესე ურთიერთობით, კომუნიკაციით, ღვთისმსახურებით, რომელიც ძალიან გააქტიურა მან. და მისტიკურად, საიდუმლოებრივად დაიწყო მისიონერობა. და მე ესეთი განცდა მაქვს, რომ ერთ-ერთი პირველი ნაყოფი მისი მისიონერობის მისტიკური მხარისა, როცა ის ლოცულობდა თელიერის წინაშე, ხალხი ღვთის წინაშე, ერთ-ერთი ნაყოფი, რომელიც აი ესე არსებობდა საქართველოში, ვიყავი მე, იმიტომ რომ რელიგიასთან კავშირი რაღაცნაირი ფორმით პატრიარქი აირჩიეს, არ ვიცი ვინ არის და არის რას ნიშნავს ეს, ხულში დატოვა რაღაც სითბო კეთილი გაწყო. ეს იყო პირველი შეხება, აი ესეთი ძალიან საინტერესო. მერე მრავალი წელი გავიდა განსაცდელების შედეგად დაფიქრება ცხოვრების საზრისზე და დავიწყე ძიება. დავიწყე ძიება ღვთისა და ამ ძიების პროცესში მახსოვს 80-იანი წლები არის 86 წელი, 85, 86, 87, ესეთი წლებია და ესე იგი ძიების პროცესში სხვადასხვა ტაძრებში დავდივარ. და მათ შორის სიონის ტაძარში და ეხლა სიონის ტაძარში რა ხდება 86 წელს. სავსე ხალხით. სავსე ახალგაზრდობით. საოცარი ღვთისმსახურება. ახალგაზრდა პატრიარქი. ქადაგებელი, მისიონერი და ყველასო ყურადღებას აქცევს. მე აზზე არა ვარ, რა ხდება, უბრალოდ შევდივარ და ყველაფერს ვაკვირდები და მახსოვს ერთ-ერთი პარაკლისის დროს გრანდიოზული ულამაზეს პარაკლისებს იხდიდა ორშაბათობით და თუ არ ვცდები იყო ხუთშაბათობით და არ ვიცი სამშაბათობით, 2 თუ 3 პარაკლისი იყო კვირაში და ერთ-ერთი პარაკლისი ჭეჭყვა იყო, თავის ხელით კვცხებდა ზეც. მე არა ვარ გაქრისტიანებული. უბრალოდ რაღაც ძიების პროცესში ვარ, როგორ ერთი რამე ვიცი, რომ ღმერთი რო არსებობდა, ეს არ ვიცოდი, მაგრამ ქრისტე რო ღმერთია, უცებ ეს ცოდნა ჩემში მოვიდა. სასწაულებრივად ეს ცალკე თემაა. ვიყავი 19 წლის დაახლოებით. და ესე იგი ერთ-ერთი პარაკლისის დროს მახსოვს, რომ პატრიარქი ესე შორს დგას და სიონი მოპატარა ტაძარი არ არის და ესე მიყურებს. მეც უყურებ. მიყურებს, ნუ რამდენხანი მიყურებს, გაიხედა. და საოცარი განცდა მოვიდა, რომ რა მაგარია, რომ ღვთისმსახური იქნება. საოცნაურია. ეს იყო მეორე შეხება პატრიარქთან ესეთი მზერი, როდესაც მე აბსოლუტურად ურწმუნო ადამიანს ჯერ კიდევ მხოლოდ მაძიებას, კასმარისის რა იქნება ჩემ ცხოვრებაში, უცებ ჩდება ეს აზრი. რა მაგარია, რომ მღვდელი იქნება. და მოვიდა სიხარული. რომელიც რა თქმა უნდა შენი რო არ არის და გარედან მოდის, ხო, ამას გვერდზე გაწევ, მაგრამ არ გავიწყდება, ის არსებობს. აი ესეთი საოცარი საფეხურები შეხება იყო ეკლესიასთან, წმენასთან, სადაც ასე პატრიარქი ფიგურირებდა, დომინირებდა. მერე მისი საოცარი აკადემიაში ჩავაბარეთ, გახსოვს, ხო, შეხვედრები რო ქონდა ხოლმე ხუთშაბათობით იყო, ოთხშაბათობით მის ძველი საპატრიარქოს დარბაზში, სადაც ის კვლავ ახალგაზრდა პატრიარქი
როგორ ვიყვებოდა უამრავ საინტერესო საკითხებს, მაგალითად სულ მახსოვს ერთ-ერთი ისტორია, რომელიც მან მოყვა, ჩვენ ესე იგი დაბლა ვიჯექით ხოლმე წითელი ხალის ჩაიყო და მღვდლების კამებზე იჯდა. ერთი ახალგაზრდა სასულიერო პირი მონაზონი მივიდა თავის ქცოვან მოძღვართან და ეუბნება, რომ გული სიყვა მაქვს ესეთიო, რომ წავიდეო და აფრიკაში, ყველა მიცით ეს ისტორია, აფრიკაში ეს ჩვენ მოგვიყვა იქ მას, თქვენ და მე რო ვიყავით. აფრიკაში უნდა ვიმისიონეროო. ой, ძალიან კარგიაო, ძალიან კარგიაო. და მე გამოკითხა ოჯახური სიტუაცია, ოჯახის წევრები მისი ვინ არიან და აღმოჩნდა რომ ყველა ოჯახის წევრი არის ურწმუნო. ხოდა მე რა ვთქვა შვილო, სახში ქონია აფრიკაო და აი ესეთი მარტივი მაგალითები ძალიან ბევრ რამეს გვასწავლიდა პატრიარქი. პატრიარქთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ ესეთი რამ, აი მადამ მამას სოფრონი საუბრობდით, სანამ შემოვიდოდით, 90-იან წლებში არაფერი ვიცოდით ქრისტიანობის შესახებ. წარმოდგენა არ ქონდა. სიგნები არ იყო, სახარებაც არ იყო. სახარება, პირველი სახარება ქონდა ქსეროქსი ხო იცით რა არის? მე მგონი იცით ხო, ჯერ კიდე არსებობს ქსეროქსზე გადაღებული სახარება ქონდა. ლოცვების სიგნები არ იყო, ხატები არის, არაფერი არ იყო, არაფერი არ იყო. გესმით? აი არაფერი არის. ძველი რაღაცა არქივებიდან ამოღებული ძველი სიგნები იყო რაღაცა, მოკლედ არაფერი არ იყო. და არაფერი არ ვიცოდით შესაბამისად. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ კავშირი არ ქონდა არავისთან. და ის თითოეული ადამიანი, ვისაც რაღაცა შეიძლება ცოდნოდა, იყო იმდენად ცოტა საქართველოში, რომ მთელი საქართველო, მით უმეტეს 90-იან წლებში 9 აპრილის მერე ხალხი მიაწყდა ეკლესიას. და მეც მაშინ 99 წელს გავქრისტიანდი. ესე იყო ძალიან ეს არ ცოდნა ბევრ სიმახინჯეს ბადებდა ჩვენში. მაგალითად, ერთ-ერთი ესეთი არასწორი წარმოდგენა, რაც შეიძლება ქონოდა ჩვენ ამ დროს ადამიანებს, ოღონ ამას რა უძღოდა წი. ქრისტიანობის შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ ძალიან ბევრი ლიტერატურა იყო ოკულტური აღმოსავლურ რელიგიებზე, სახარებას ვერ ესიადულად ვერ იშოვიდი, მაგრამ 1000 აი მაგიაზე, ჯადოქრობაზე, ესე იგი აღმოსავლურ რელიგიებზე უამრავ რამეს ნახავდი და ეს ცოდნა უფრო გქონდა, ვიდრე თქვათ ქრისტიანული. და ჩვენ გქონდა წარმოდგენა ესეთი, რომ წმინდანი ნიშნავს ავიცი, ახლა ზებუნებრივ ადამიანს, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა, მაგას მაგიური რიტუალების ჩატარება, ჯადოქრობა რა მოკლედ რა. ნუ კეთილი აქვს, მაგრამ რაღაც წმინდანია, კეთილი ჯადოქარია. რაღაცა ესეთი არამიწიერი ძალაუფლების ქონებლობა რაღაც ადამიანს, რაღაც არაჯანსაღი წარმოდგენა ჰქონდა წმინდანებზე. ეს იყო სერიოზული შეცდომა. იმიტომ რომ შესაძაც ადამიანს აქვს წმინდანებზე არასწორი წარმოდგენა და თუ ადამიანი გაქრისტიანდა და ეს წარმოდგენა მან შეინარჩუნა, ეს წარმოდგენა მისთვის დესტრუქციული ხდება და ის ვერ ახერხებს სწორ სულიერ ცხოვრებას. იმიტომ რომ მას არა გამოკვეთილი ნიშნული საითკენ უნდა იაროს სულიერ ცხოვრებაში. პავლე მოციქულს აქვს ესეთი სიტყვები ნათქვამი: მობაზავ ჩვენ უნდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა. ანუ ღმერთი რადგან ადამიანად მოვიდა და მას თავის მოწაფეები ყავდა და მოწაფეები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ქრისტეს ვბაძავთ და იმიტომ რომ ხედავთ მას და თქვენ ჩვენ მოგვბაძეთ, იმიტომ რომ თქვენ ჩვენ ვხედავთ და ჩვენ წინამორბედ ადამიანს უნდა უყურებდეთ და მას მივბაძოთ. უნდა ვიპოვოთ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ქრისტეს ბაძავს, რომელიც აი ამ ქრისტედან მოყოლებული უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი უკანასკნელი რგოლია. ჩემს დასანახავად, ჩემ წინ არსებობს და მე მას უნდა მივბაძო, მე უნდა ვიცოდე რა შემივბაძო. თუ არ ვიცი რა შემივბაძო, ვერც კი მივხვდები რომ ის წმინდანია. ვერც კი მივხვდები რომ ის წმინდანია. გესმით? აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს და როცა ეს ადამიანს დაკარგულია, ხო, ძალიან ბევრი სიმახინჯეები ჩდება სულიერ ცხოვრებაში. მობაზავ ჩვენ დაიქმანეთ ვითარცა მე ქრისტესა და ესე იგი, საბოლოო ჯამში ჩვენ წმინდანის მიბაძვით ქრისტეს უნდა ვბაძავდეთ. ესე იგი, წმინდანს უნდა ქონდეს რაღაც თვისებები, რომელი თვისებებიც არის ქრისტეს თვისებები. და მე ეს თვისებები ჩემში უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ მე უნდა მას დავემსგავსო. ჩვენ რო თავის დროზე წავსდგებით ღვთის წინაშე და გარდავიცვლებით, იოანე მოციქული ესე ამბობს. როცა ჩვენ წავსდგებით ღვთის წინაშე, გარდაცვალებას გულისხმობს. დავინახავთ, რომ ადამიანი ხო არ კვდება, ადამიანი გადადის სიცოცხლეში, ანუ ღმერთში. ჩვენ დავინახავთ, რომ ისეთები ვართ, როგორიც ის არის, ქრისტეზეა საუბარი. ანუ ადამიანის ცხოვრების მიზანი აქ შეიძლება დაკონკრეტდეს და ამის გავსოს ქრისტეს. ყველაფერი გააკეთოს იმისათვის,
როცა მოვა ამ ქვეყნიდან გასულის დრო მისი გავდეს ქრისტეს, მაცხოვარს გავდეს. ეხლა ჩდება კითხვა, და რაში უნდა გავდეთ მაცხოვარი? მაგალითად მაცხოვარი დადიოდა ცხალზე. აბა, ბედი, გაიარე. გესმით? მაცხოვარი აღადგენდა მიცვალებულებს. მაცხოვარი გაბადებიდან ბრმას კურნავდა და ასე შემდეგ. ბევრამდეს ნახა, რასაც შეიძლება გეგონოს, რომ ესეთი უნდა იყო და მაგრამ ამ დროს უფალებელობა ესეთ რამეს, რომ სასწაულის მაძიებელი ადამიანი აღარ მოვიყვანებს სიტყვებს, ძალიან ცუდად ახასიათებს მაცხოვარის სასწაულის მძებნელ ადამიანს და რომელსაც სურს სასწაული. აბა რაში მივბაძოთ ქრისტეს? და ქრისტე ამბობს თვითონ ამას. იგი ამბობს ერთ ადგილას, რომ ობაზავ ჩემ და იქმენით, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბად გულით. ასევე წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი ისეთი, როგორც ღმერთია. ღმერთი თავად სიყვარულად იწოდება. გესმით? მიმტევებელი, ყველა რო გიყვარდეს, მშვიდი და თავდაბოლი. აი ეს არის ის თვისებები, რომელიც ჩვენთვის მისაბაზი მაგალითია. იმიტომ რომ ღმერთი რა თქმა უნდა ყოვლადძლიერია. რა თქმა უნდა ღმერთის სიძლიერეს ჩვენი გონება ვერ მიწვდება, გალაქტიკების შემოქმედია. რა თქმა უნდა ღმერთისთვის სასწაულის მოხდენა პრობლემა არ არის, იმიტომ რომ მატერიალური კანონები, ამ სამყაროს კანონები, დრო და სივრცე მისი შექმნილია და როგორც აი პროგრამისტი რო პროგრამას დაწერს და ეს პროგრამა რო ეკრანზე გავა და რაღაცა თქვა სიუჟეტია შექმნილი. რაღაცა ამ თამაშის, ამ ფილმის, რომელიც ციფრულად არის პროგრამისტის მიერ შექმნილი და იქ რაღაც პროცესი მიდის. რაღაც პროცესი, რაღაც ისტორია მიდის. ვინც ეს პროგრამა შეადგენა, შეუძლია პატარა ცვლილება შეიტანოს და საერთოდ რაღაცები შეიცვალოს, სხვანაირად დადგეს თამაშის სიუჟეტი, რომელიც იქ ეკრანზე მიდის, სხვანაირად წარიმართოს. ბუნებრივად იმ კანონებით კი არ წარიმართოს, რომელი კანონებიც ამ პროგრამაში დევს. არამედ სხვა კანონებით, რომელიც ამ პროგრამის ცვლილებამ გამოიწვია. ანუ ღმერთისთვის არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს სამყაროს კანონების შეცვლა, მიცვალებული აღადგინოს თქვა და დრო გააჩეროს, როგორც ველახმაში ვკითხულობთ, მზე გააჩეროს და თქვა დაბადებიდან ბრმას თვალები აუფრინოს და ასე შემდეგ. ეს პრობლემა საერთოდ არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს კანონები მისი შექმნილია და მის ხელშია და მისი არსებობს. ამიტომ ჩვენ ამაში ღმერთს ხო ვერ მივბაძავთ, ამის საჭიროებაც არ არის. ჩვენ ღმერთი იმიტომ შეიძლება გვიყვარდეს, რომ ის გონიერია და სასწაულმოქმედია? არა. ღმერთი, იმიტომ რომ სიყვარული ხო სხვა რამეა, იმიტომ რომ გონიერი და სასწაულმოქმედი შეიძლება გეშინოდეს. სამართლიანია კი და სამართლიანისაც შეიძლება გეშინოდეს, იმიტომ რომ მე ჩემთან უნდა დავაპირდები ჩემს ეგოიზმს, ჩემს სხვადასხვა მიდრეკილებებს და ვინახავ, რომ თუ სამართლიანად მომიდგა, მე მაინდამაინც არ მათხოვს ეს, იმიტომ რომ ხან ესე ვიქცევი, ხან ასე ვიქცევი. ღონიერი და ესე იგი ძლიერი როა და ყოვლისმცოდნე როა და ჩემი გულის ყველა მოძრაობა რო არაფერი რო არ გამოემპარება ჩემ გულში, ეს ყველაფერი ჩემში შიშს ბადებს. და როგორ უნდა მიყვარდეს ღმერთი? მაგრამ ღმერთს აქვს კიდე სხვა თვისებები, რომლითაც მე შეიძლება მიყვარდეს. და ის თვისებები მან გამოავლინა, როცა ის ადამიანად მოვიდა, ჩვენ როგორ მივხვდებოდი მაგალითად იმას, რომ ღმერთი არის თავდაბალი, ღმერთი არის მშვიდი, ღმერთი არის აბსოლუტურად გულმოწყალე, რომ ღმერთი არის სიყვარული. აი როგორ მივხვდებოდით ამას? თუ არ მოვიდოდა ის ადამიანად და როგორც ადამიანი ამ თვისებებს თუ არ გაამჟღავნებდა და ეს ყველაფერი სარიელი სიტყვები კი არ არის, საქმით დაამტკიცებდა. რა არის ჯვარი? რა არის ჯვარზე მისი სიკვდილი? ეს არის მისი ჩვედამის სიყვარულის და საერთოდ სიყვარულის აპოგეაა ჯვარი. გესმით? აი ეს გამოავლინა თავგანწირვა და სრული მიმტევებლობა. იცით როგორი მიმტევებლობა ქონდა უფალს? ჩვენ რო ქრისტეს დროს ვეცხოვრა, ჩვენ შეიძლება იცით ადაგმართო და შევხედავდით მას ქცევებში და არ მოვინდომებდით მასთან კი ყოფნას. იმიტომ რომ დავინახავდით, რომ მეზვე რეციფენ არის. მეზვე არის სამშობლოს მოღალატე, რწმენის მოღალატე, უზნეო ადამიანი. ამიტომაც არის, რომ იქ სადაც მეზვერებია, იქ უწესო ადამიანებიც ერთად არიან და უფალი მათთან შედის და ჭამს და სვავს. და გიждდებიან გარშემო. რა არის ეს მეზვერებთან და გარხვნილ ადამიანებთან რო შედის ჭამს და სვავსო? თქვენი მოძღვარია მოციქულებს საფადურებენ იქაური მაშინ უზნეობრივი და რელიგიური ადამიანები, ანუ ფარისევლები.
ჩვენ არ მოვიწონოდით ახლა. არ მოვიწონოდით მაგალითად ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცია. ასისთავი, უბრალოდ ჯარისკაცი კი არ არის, თან ძალაუფლების ქონა. და უფალი ეხმარება მას და მე ამბობს, ასეთი რწმენაო, ამას ვაკეთებ. თქვენს კი არა გაქვთ და ჩვენ ვიფიქრებდით ეს რეებს ლაპარაკობს ეს რა ჩვენიანი არ არის? შეიძლება რომელ ესე იგი ოფიცერს ესე დაეხმარო და ესე შეაქო და იქ გარყვნილ მეზვერებს და გარყვნილ ადამიანებს ესე დაეხმარო და აპოგეა ყველაფრის იცით რა იქნებოდა? ჯვარც მახდება უფლისა მივედით და დავინახეთ რომ ვიღაცა ეს ის არ არის? ეს ის არ არის ქვეყნის ამომგდები ამასინაც ჩვენ მეზობლის სახში რო შევარდნენ და ყველა დახოცეს და გაუბედურეს და ამდენ ცხოვრებაში ბოროტების მეტი რო არ გაუკეთებია. როგორც იქნა დაიჭირეს აი რომის იმპერიას, როგორც იქნა ერთი წესიერი საქმე გააკეთა რა ეს ავაზაკი დაიჭირა და სამართლიანად კლავს. რა კარგია მიხარია და უცებ იქვე ვდგავარ, სადაც იოანე იქ გამოციქული, სადაც უფლის დედა იდგა და მესნის იქ ვდგავარ. დღეს ჩემთან იქნები 60 დღეში. რა ხასიათზე დავგდებოდი? ეს რომ მიხარია ამის სიკვდილი, იმიტომ რომ დაისვენა რა ქვეყნიერება ამის სიკვდილით და ამდენი ბოროტებაა და ის ჩემი ნათესავებსაც შეიძლება ჩემ ოჯახსაც რაღაცა გაუკეთა ცუდი ავაზაკია. თუცე ბეუნება რომ დღეს ჩემთან იქნები 60 დღეში. რა ხასიათზე დავგდებოდი? არ ვეთქოდი რომ ვინ ახარ კაცო შენ და რებს ლაპარაკ. გესმით? რატო? იმიტომ რომ ჩვენი ბუნებას არ შეუძლია აიტანოს ქრისტეს დარი გულმოწყალება, რომელიც სამართლიანობის მიღმა არის უკვე. სამართლიანად კი არ ეცევა ადამიანებს სიყვარულით, ანუ უბრალოდ ღვთაებრივი სამართლიანობა ადამიანურ სამართლიანობას იმდანაც აღმატებულია, რომ მე ვერ ვიგებ. სიყვარულს ვერ ვიგებ. ესმის თავდაბლობას ვერ ვიგებ. ყოვლის შემძლეა და უცებ ცემენ, უტყავენ, აფურთხებენ. და ეუბნება მამაო მიუტევი არც არ ასაკეთებ. ვერ ვიგებ ამას. აი ეს არის თვისება წმინდანობის. ეს არის თვისება სამაგალითო და ამით ვლინდება ადამიანი არის თუ არა ქრისტიანი. ამიტომ ჩვენ სულ ესე ვასწავლით ხოლმე რომ ვასწავლით ლოცვას, ვასწავლით რას ნიშნავს ზიარება, რას ნიშნავს იესოს ლოცვა, გონების ლოცვა, რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება, გესმით? ასე შემდეგ ამ ყველაფერს რას ნიშნავს თეოლოგიაში განსწავლულობა, მაგრამ ვეუბნებით რომ ამ ყველაფერს მაშინ აქვს აზრი თუ შენ ქრისტეს დარი თვისებებს იძენ, თავდაბლობა, მორჩილება, სიმშვიდე, გესმის, დიცულოვნება, მიმტევებლობა, სიყვარული, უპირობო სიყვარული, სიმშვიდე რას ნიშნავს, იცი? სიმშვიდე მე ვარ შვიდდაბალგულიკა. შვიდია მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად მინდობილია ღმერთზე, როგორც ცოცხალ არსებაზე, რომელსაც ნება აქვს და თავისინებით განაგებს სამყაროს და როცა მე მას გადავაბარებ ჩემ ცხოვრებას, იყავნება შენი რონება. და მაშინ როცა ადამიანში ეს რეალიზდება, ადამიანი აბსოლუტურად შვიდება, სანერვიულო რამ აქვს. სიკვდილისაც არ მეშინია, ყველაფერი ჩემი მოსიყვარულე მამის ხელშია და მან უკეთ იცის. ადამიანი საერთოდ არ ნერვიულობს. სიმშვიდეა, სიმდაბლე, თავდაბლობა რას ნიშნავს? ეს არის ის საძირკველი, რომელზეც სიყვარული შენდება. აი მაგალითად, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს. როცა ადამიანი გიყვარს, ასწილო. ასე ამოვნო, როგორ? აბა რა გაგიხარდება? აბა რა გინდა? მე რა მინდა კი არა, შენ რა გინდა? ბიჭსო გოგო უყვარს, გოგოს ბიჭი უყვარს. როგორ ხო ეს არის? აი შენ რა გინდა? რა გაგიხარდება? და თუ ესე მერე დაქორწინდეთ, მერეც ესე გააგრძელოს, ბედნიერი ოჯახი იქნება. და ოჯახში რატო ხდება ოჯახი? რატო ხდება ოჯახში? რატო იბადება ოჯახში პრობლემები? ეს ავიწყდება. და მერე იმას კი არ ფიქრობენ, აბა შენ რა გაგიხარდება? მე რა მინდა იმას ფიქრობე და ინგრევა ყველაფერი. იმიტომ რომ სიყვარული არსებობს, სადაც არის თავდაბლობა, თავდაბლობა არსებობს, სადაც არის მორჩილება. აი ეს არის ის თვისებები, რაც ღმერთს ჩვენში უნდა რომ გაჩნდეს, რომ მას დავემსგავსო და მისდარი გავხდეთ და ეხლა ეს აი ყველაფრით შეხედეთ ჩვენ პატრიარქს, შეხედეთ მის სიმშვიდეს, შეხედეთ მის დიცულობას, შეხედეთ მის უპირობო სიყვარულს. ბოლო წლებია საერთოდ ყოველთვის იყო ბრძოლა მის წინააღმდეგ და ბოლო წლები განსაკუთრებულად აი 2003 წლიდან განსაკუთრებულად გამძაფრდა ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. ესე იგი, სულ მე ვკითხავ ჩემ პოზიციას. იმდენ ლაფს ასხავდნენ, იმდენ ცილს წამებდნენ და იმდენად ეს
თავდასხმა და ესე იგი ცილის წამება ეგ ერთი მხარეა. მე იმდენად ვერ იგებდნენ აი ქრისტეს დარი გულმოწყალება. ზუსტად აი ესე მოიქცეოდი ქრისტეს დროს. რატო ისე შევაწუხებდი. ესმით, შევაწუხებდი, რატო ექცევი ასე გულმოწყალეთ, რატო უნდა აისაჯოს ის სამართლიანო ადამიანის სამართლიანობას ეძებს და არა სიყვარულს. ესეთები ვარ. ეხლა შევედეთ პატრიარქს. აბა გაიხსენეთ ერთი შემთხვევა. მაინც პატრიარქი გამოსულა და როცა ჯერ კიდე შეედო ეს საუბარი და გამოსულა და თავი უმართლენია. იცი რა, ესე კი არა 100-ია. აბა გაიხსენეთ, ერთი მაგალითი მაინც გაიხსენეთ. არასოდეს მას თავი არ უმართლებია. სხვათა შორის ეს არის სიმშვიდისა, თავდაბლობის და გულმოწყალების ერთ-ერთი თვისება. თუ გინახიათ გაბრაზებულა ხალხზე. ერთხელ პატრიარქმა მითხრა რაღაცაზე საუბრობდი და მართალი არ მრისხანებს. აი როცა თქვენ ბრაზობთ, იმიტომ რომ მართალი ხართ, თქვენი მეგობარი თხოვანია. და როცა თქვენ ბრაზობთ, იცოდეთ თქვენი მართალი სიმართლე გაქრა. პატრიარქმა აბსოლუტურად სწორად თქვა. თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ? და თუ მრისხანებ, ესე იგი სიმართლე ანულირებულია, გამქრალი აღარ არსებობს. ანუ პატრიარქს საოცარი თვისებები რაც ჩამოთვალე ქრისტეს და თვისებები მას ჰქონდა ზუსტად ეს თვისებები. ამიტომ ხშირად მის ახლობლებსაც კი არ გვესმოდა ეს. ეს არის ის თვისებები, რომელიც მას ჰქონდა ქრისტეს დარი თვისებები. და მოხდა საოცრება. საოცრება მოხდა, რაც გარდაცვალების სასუნახეთ, რომ თურმე თელ საქართველოს ყვარებია. თურმე არაქრისტიანებსაც ყვარებია. და როგორ მოხდა ეს? ეს ხო არ არის თქვა ჩრდილოეთ კორეის მსგავსი დიქტატორი, სადაც ადამიანებს აიძულებენ ვიღაცა ლიდერი უყვარდეთ. აიძულებენ და ასე ზდიან თაობებს. აქ პირიქით იყო. ბოლო თქვენ რაც გაიზარდეთ ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებულად კიდევ მეორე 2003 წლიდან მოყოლებული მანამდეც იყო. როგორ არ იყო? სულ იყო. მაგრამ 2000 საბჭოთა კავშირის დროდანაც იყო. მაგრამ 2003 წლიდან მოყოლებული იყო აი პირდაპირ შეტევა კონცენტრირებული და თაობები უნდა გაზრდილიყო. ისეთი ხო რამდენი წელი გავიდა 2003 წლის მერე? 23 წელი, პატარა დრო ხო არ არის? ორი თაობა მაინც უნდა წამოსულიყო ისეთი, რომელსაც ექნებოდა ეგეთი წარმოდგენა პატრიარქზე. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი შეიქმნა და დაიწყეს ეკლესიის ლანძღვა და გინება, ცოტა ხანში გაჩნდა თაობა, რომელსაც ღმერთი არ წამდა. ძალიან ანუ ადამიანების ცნობიერების შეცვლა ძალიან რთულიც არ არის. მაგრამ აქ ვერაფერი ვერ მოახერხეს. ეს არის სასწაული. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სასწაული. შეუძლებელია ამდენი 23 წელიწადი ასე საზოგადოება, ასეთ საზოგადოების ცნობიერება, ასე ინფორმაციული უარყოფითი ნაკადით, რომ ესე იგი ეს არის საშინელება რაღაც და შედეგი იყოს ნულოვანი. გესმით? ესეთი რამე წარმოუდგენელია და ეს მოხდა. ეს ცითრის ნიშანია, ეს არის მასში პატრიარქში ღმერთის მყოფობის ნიშანი. და საერთოდ რა არის ქრისტიანობა? რითი განსხვავდება ახალი აღთქმის ადამიანი ძველი აღთქმის ადამიანისაგან? ახალი აღთქმის ადამიანი არის ის, ვინც ქრისტეს ღმერთად ხედავს და აღიარებს, მასთან მისტიკურ კავშირში მოდის და შედეგად იღებს იმას, რომ მასში მკვიდრდება ქრისტე. ამას პავლე მოციქული საოცრად ამბობს, რომ საიდუმლოება, რომელიც ყოველთვის არსებობს, ღმერთის ჩანაფიქრი იყო ეს საიდუმლოება, რომელიც განცხადა ღმერთის ადამიანად მოსulis მერე მის მოწაფეებში. და ეხლა მე ამ საიდუმლოებას განგიცხადებთ, ამბობს პავლე მოციქული და ამბობს ქრისტე თქვენში, ორი სიტყვასა. ქრისტე ვინ არის? ღმერთი ჩვენში. და აი ეს არის ადამიანი, პატრიარქი არის ადამიანი, რომელშიც ცხოვრობდა ქრისტე. სხვანაირად შეუძლებელია, რომ ადამიანმა შეძლოს ის, რაც მან გააკეთა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პატრიარქთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ახლა თქვათ მე მეუხერხულება პირადად ჩემს გამოცდილებას მასთან დაკავშირებით მაინდა-მაინც ესე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ხო აქცენტი გავაკეთე თავარზე, თავდაბლობაზე, სიმშვიდეზე, გულმოწყალებაზე, მაგრამ მას ჰქონდა კიდე რაღაც ისეთი უცნაური თვისებები, რომელიც აი ღმერთისგან მოცემულს უფრო გავს, ვიდრე ბუნებრივს. მაგალითად, საოცარი დიპლომატიის უნარი. უბრალოდ წარმოუდგენელი. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ესე იგი, რაღაცა დელეგაცია იყო ჩამოსული ევროპიდან, რომლებსაც იბოდათ
დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავია. რავი, დიდი ხნის ამბავია ესა. რომლებსაც უნდათ რომ ეკლესია რაღაც პოზიცია გამოეხატა და ეს ამ პოზიციის გამოხატვა ეკლესიისათვის იყო შეუძლებელი. ეხლა მე რომ მითხრან მაგალითად რომ შენ ახლა უნდა დადგე და თქვა რომ შენ და თქვა სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ ხართ ერთი ღმერთი გწამთ და ჩვენ ამის გამო ამას რო ასე გააკეთებ ჩვენ ესე იგი დაგაფინანსებთ და აღორძინდება თქვენი ეკლესია. უნდა ეგუნა თქვა რომ აი თქვა ჩვენ და ამ სხვა რელიგიას ერთი ღმერთი გწამს და ეს იქნება სიკეთე, ეს იქნება სიყვარული, ეს იქნება ერთობის საფუძველი და ჩვენ ამისათვის დაგაფინანსებთ და აყვავდებით და ესე და თუ არა და ნუ პრობლემები იქნება რა. და რაღაცა ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და ჩიხური სიტუაცია შეიქმნა, პრობლემა რომელიც შეიძლება გაჩნდეს რეალურია ეკლესიისთვის და მათ შორის სახელმწიფოსთვის. ისინი ძალიან სერიოზულ დაწოლას ახდენენ. ერთადერთი გამოსავალი არის ის რომ დავთანხმდე. ერთადერთი სხვა გამოსავალი არ არის. უნდა დავთანხმდე რომ დიახ მე და იმას ერთი ღმერთი გწევს და პირობითად ვამბობ იგაურ სახელს გვინი და თუ ესე იქნება წამოვა ეს გრანტები რაღაცა იქ პრობლემები ევროპაში არ იქნება რაღაცა და სახელმწიფოსაგან სახელმწიფო ამოისუნთქებს მეც ამოისუნთქებ იქნება მშვიდობა კეთილდღეობა მშვიდობა და უსაფრთხოება როგორც ანტიქრისტეს მოსვლის წინ ითქვის ინატრებს ხალხი და იქნება შეპყრობილი ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი პირობა იცით რა არის ხალხი იქნება შეპყრობილი არა ქრისტეთი შეპყრობილი ცუდი სიტყვათა წყობა ანუ ხალხი იქნება არა ქრისტეს მაძიებელი არამედ და ცხოვრების საზრისად იქნება არა ქრისტე და მარადიული სიცოცხლე ღმერთი არამედ შეპყრობილი იქნება იდეით მშვიდობა და უსაფრთხოება აი მიწაზე იქნება მაგრამ მიკერებული კაცობრიობა მაშინ და რაღაცა ესეთი გვექნება მშვიდობა და უსაფრთხოება კარგად ყოფნა ესე იგი სიტუაცია არის ესეთი რომ ეს ყველაფერი დავიწროვდა და მიადგა პატრიარქამდე. ანუ ერთადერთი კაცი დარჩა, რომელმაც ან ისე უნაქნას, ან ასე უნაქნას. სხვა გამოსავალი არ არის. და მთელი პასუხისგებლობა ისეა და მახსოვს შევიკრიბეთ იქ საპატრიარქოში, სასულიერო პირებიც ვიყავით, ეპისკოპოსები და ყველა ვართ დაზაფრულები, რომ ჩვენ არავინ არაფერს აღარ გვეკითხება. აი პატრიარქმა ნახო თქოს არა, მთელი აი გემი რო იზირება და გემის კაპიტანი ბოლომდე რომ უნდა დარჩეს. ან თვითნავსა პრობლემა შეექმნება და პირველი პილოტი არის მთელი სისავსით პასუხისგებელი თვითნავს არ დაემართება. მე ას დამხმარე არავინ არ აყავს. თვითონ არის უკვე რა ყველაფერი. მეორე პილოტის კი ბევრს არაფერს აღარ ნიშნავს, თვითონ არის პასუხისგებელი. ხდება ხანდახან ესე ცხოვრებაში სიტუაციები, როცა სრული პასუხისგებლობა ერთმა პერსონამ უნდა ითვითოს და ესეთი რაღაცაა და გვეშინია და დავჯექით პატრიარქი დაჯდა და ამათმა დაიწყეს საუბარი. და ესე იგი აი ბომბავენ პატრიარქს შეიძლება ასე ითქვას რა. არ ჩერდება ერთი ამბობს, მე მეორე, მე მესამე, მე მეოთხე, მე ისევ დაიწყო ეს გაგრძელდა ნახევარი საათი, 40 წუთი აი ესე საუბრობენ. ეს პატრიარქის ის ჩუმა. ეს ჩვევოდა მას საოცარი. გადახოვას გავაკეთებ, სამების ტაძარი შენდება და ხშირად მივდიოდი იქ და იქ მსახურებები იყო, წირვები იყო, ვწირავდით, ან პარაკლისი ხდებოდა და ნუ გვიხაროდა რა სამბარო შენდებოდა და ჯერ შავი კარკასია ესეთი და უცებრად ესეთი შემთხვევაა რომ პატრიარქს ხშირად მიდიოდა. პატრიარქი დგას შუაში ამ შავი კარკასის და გარშემო აყვევიან არქიტექტორები, კონსტრუქტორები, რა ვიცი, ვიღაცა ბევრი ხალხი აყვევია. და პატრიარქი ამბობს, რომ ნახაზები გაშვილი და იცი ესე გავაკეთოцо და არა თქვენო უწმენდესობაო. აი ესე და წავიდა დიდი ხანი საუბარი, პატრიარქი ჩუმად არის. პატრიარქმა ხო თქვა ესე არა თქვენო უწმენდესობო. ეს უნდა გავაკეთო და ასე და გაუშალეს ნახაზები და ელაპარაკებენ პატრიარქი არის ჩუმად დგას ფეხზე დგანა. და როგორი განცდა მქონდა, იცი რომ დაიღალა ხალხი და დიდი ხანს იზაპარაკეს. და თან როგორ დაუმტკიცეს პატრიარქს, ასე ხო დგას პატრიარქი. ცპაცია თავი და მე მაინც ფიქრობ რომ ისე უნდა გაკეთდეს და წავიდა, თან წავიდა. ეს დარჩენ სახტა. ეს რაღაც საოცარ ძალა ქონდა დიპლომატიის. და მოკლედ ესე იგი ასე ავიწრობ პატრიარქის ის ესე ჩუმად. და რო დასრულდა საუბარი, აწია თავი. ოღონ სამწუხაროდ ეს შეხვედრა კონი გადაღებული არ არის. ეს არის შედევრი, არ ვიცი რა ქვია, დიპლომატიის, თაებრივი დიპლომატიის. ესე იგი, როგორც დიპლომატი იყო მონუმენტალური ფიგურა პატრიარქი. ეს იყო საოცრება. ესე იგი აწია თავი მამაო
არ ვიცი რა თქვა, მაგრამ დაიწყო საუბარი ღიმილით, ილაპარაკა სულ 5-10 წუთი მაქსიმუმ რა. და შეხვედრა დამთავრდა. და ამ 5 წუთში ყველაფერი ილაპარაკა ის, რაც ეკლესიას ატყობდა და არა იმას, რაც იმას. ეხლა რა უნდა მოხდეს წესი? ქვიშიხუნო დაბრასდნენ. წამოდგნენ და კაცო ესა და ესე იგი პატრიარქმა თქვა ესა, ოღონდ როგორი ფორმით აღარ მახსოვს როგორ მოახერხა ეს. წამოდგა, ისინი წამოდგნენ და უცებ შემოსულიყო კაცი რას დაინახავდა. ღიმილით, სიყვარულით, მხარზე ემთხვევიან, ზოგი ხელზე ემთხვევა, გახარებულები, გაბადრებულები, ბედნიერები და ბედნიერები წავიდნენ. ანუ გადაწყდა ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გვაწყობდა და ისინი წავიდნენ ბედნიერები ისე თითქოს გადაწყდა როგორც მათაც ხო. ეს წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა. მეორე დღე იყო თუ იმ საღამოს აღარ მოხსოვს პატრიარქთან შესვლა მომიწია და მეკითხება თქვენ ბრძანდებთ თქვენობით იცოდა საუბარი. თქვენ ბრძანდებოდით იქ? დიახ, თქვენ უზმედესობ. რას ფიქრობთ? გაოცებული ვარ. როგორ მოხდა მე გაეღიმა. მონუმენტალური ფიგურა იყო. როგორც დიპლომატი, როგორც მოაზრო. კლდესავით იყო, უკან ვერ დაახეინებდი. თუ მასას არ უნდა გამორიცხული იყო. და აი ესეთი მონუმენტალური ფიგურა პარალელურად ხო პატარა ბავშვი და ხა ყველას გექნებათ ის ნახი ის კადრები ხალხს უხდება. როგორი კომუნიკაბელური იყო, უბრალოდ ხალხს უხდება და ესე იგი ვეუბნება რომ ეს ჯვარიო ჯვარსო მისცემს იქ მოხუც ხალხს და ეს ჯვარიო მე მაძლევო და მაშა შენ გაძლევდა და ვიღაცას რამდენი შემთხვევა იქ მაგალს იქ ვიღაცასთან სახში მივიდა იქ ვიღაც ავანტყოფთან მეო პატრიარქი ვარ ილია მეორე მიცანი ესე იგი საქართველოს როგორ უყვარს და ესე მიცანი მე ვარ პატრიარქი ვარ კი გიცანი გისა ბავშვით იყო ქონდა საოცარი იუმორი ქონდა ერთხელ რაღაც შეხვედრა ესე იგი ფართე აზროვნება ქონდა ერთხელ რაღაცა კლიპი უნდა გაკეთებულიყო და ამ კლიპის გაკეთების კომისიაში ვიყავი და როგორც ხვდები თორე პროფესიონალები იყვნენ და ხა მუსიკა დავადოთ არის ბჟელობა მეტის რა და ეს პროფესიონალები ვინც არიან ზოგი ეკლესიურიც არ არის რა ქართული ხალხური ან საგალობელი ეს პატრიოტიზმის და არა რაღაცა ორიგინალური უნდა იყოსო რა ხო და ნუ ვერაფერს ვერ მიხვდენას ორიგინალური რა უნდა იყოს და აი ესეთი მუსიკა ხო არ მოუხდება აი ამ ტიპის და დაუძახა მორჩის აბა ჩართე და ჩართეს კაბალიეს და მერკურის ბარსელონა. აი ეგეთი ამ ტიპის მუსიკა რო იყოსო რა, ეგეთი ექსპრესიულიო და რა. მაგალითად იცოდა ხოლმე რაღაც შეხვედრა და წამეხლა რაღაცა ფილმს განახდებთ. ერთხელ გვახსოვს ნიკო ფიროსმანაშვილზე იყო რაღაც ფილმი გალეთებული უცხოეთში და ძალიან კაი ფილმი იყო სხვათაშორის იტირებდა ესეთ ფილმს. აი მე როგორი გამასტინძლება იცოდა, აი ნამდვილი ქართველი რა, სუფრაზე როგორ ხედავდა და როგორ აფასებდა ნიჭიერებას. გესმით? როგორ ხედავდა და როგორ აფასებდა ნიჭიერებას და ამავე დროს როგორი თავისუფლების მომცემი იყო, სადაც შესაძლებლობა იყო ამ თავისუფლების. და როგორი შეუვალი იყო, როდესაც პრინციპულ საკითხს ეხებოდა. როგორ იცოდა, მაგალითად, ხო, თქვათ რომ სასულიერო პირი გამოდის, ხალხი თავს ხრის დაგადებდა. ხელს გეგონება ერთი მრავალსართულიანი შენობა დაგედო თავზე. ძიმეთ, რომ იცი რა განცდა ქონდა, რომ აი ხო ამდენი ხალხია, თავი მოდრეკილია ყველას და ყველას ეხება პატრიარქი. აი შენთვის მოიცალა რა, შენთვის წინასწარ მეტყოლური იყო მის სიტყვები. მე ჩემ ცხოვრებაში პირადშიც, საწინამძღვროშიც, მისიონერულ საქმიანობაშიც და სამღვდელოშიც მისი სიტყვები და მისი ქმედებები იყო წინასწარმეტყველური მთელ რიგ საკითხებში და მისი ღვთისმსახურება, მისი წირვა, მისი ჩემი ხელდასმა ეს ყველაფერი ისეთი ძლავრად იყო გამოვლინებული მისტიკური მხარე, შეგვიძლია რომ დღეს პატრიარქის აი ეს ვიზუალიზაცია მოვახდინოთ, აი მისი თვისებები როგორი იყო და დავინახავთ რომ თავდაბლობა სიმშვიდე, მიუთმომელი გულმოთხალება და მიმტევებლობა ქონდა ამ ადამიანს, ისეთ ვიღაცებს პატიოდა, ისეთ რაღაცებს წარმოუდგენელი იყო. ნახეთ, მას უყვარდა ესეთ სიტყვის გამოთქვა. მეფეზე საუბრობდა ხოლმე და მეფე არ მართავს, ის მეფობს. და თუ პერიფრაზირებას მოვახდენთ ამ სიტყვისა მასზე, შეიძლება თქვათ, რომ პატრიარქი არ იყო ადმინისტრატორი. არამედ ის მამამთავარი იყო. არ იყო ადმინისტრატორი, ის იყო მამამთავარი. ანუ მამა იყო.
არ მართავდა ეკლესიას, მამობდა გესმით? და ეს ბევრი ჩვენგანისთვის ხშირად გაუგებარია ხოლმე. აი მაგალითად ჩვენ გონია რომ რკინისებური დისციპლინა დისციპლინას კი არ უარყოფ. თვითონ იყო საოცრად დისციპლინირებული. მისი მსახურება ვისაც გვახსოვს ახალგაზრდა როცა იყო, აი ტრაპეზთან რო იდგა, სათუთ არ ინძრეოდა. ტრაპეზთან რო იყო. ანუ ის იყო საოცრად დისციპლინირებული, როგორ დადიოდა მსახურების დროს. როგორ ნაბიჯებს როგორ ყველაფერი ქონდა დისციპლინირებული საკუთარ თავში. მაგრამ ის არ იყო ადმინისტრატორი და ამას აკეთებდა შეგნებულად, იმიტომ რომ ეს სიტყვების შემთხვევით არ იყო მეფე არ მართავს, ის მეფობს, გესმით? ის მამობდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ხშირად გონია რომ დისციპლინის ხელოვნური შექმნით ჩვენ ვახცევთ შედეგებს. რაღაც შედეგებს რა თქმა უნდა ვახცევთ. მაგრამ სულ გვახსენდება ხოლმე რომ ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული საზოგადოება იყო მესამე რეიხის საზოგადოება, ადოლფ ჰიტლერი, რომელსაც ხელმძღვანელობდა. მაგრამ ის იყო ფაშიზმი, გესმით? დისციპლინირებული იყო საბჭოთა კავშირი, ადრეულ წლებში მით უმეტეს, 80-იან წლებში უკვე ესი არა, მაგრამ 50-იან, 60-იან წლებში, 40-იან წლებში ომის მერე საოცრად დისციპლინირებული იყო, მაგრამ უღმერთო საზოგადოება იყო, გესმით? ძალიან დისციპლინირებულია ჩრდილოეთ კორეა მაგალითად ახლა. საოცრად დისციპლინირებულია. ჩვენ გონია რომ ეს არის მთავარი და პატრიარქი ერთის ხრივ თითქოს აი მამობდა და არ ადმინისტრატორობდა და შედეგი ნახეთ როგორია. იმ საშინელ ათეისტურ პერიოდში ინტელიგენცია, რომელიც ესე უყურებდა ცუდად ეკლესიას, ეკლესიაში მოვიდა, ეკლესიის პატივისცემელი გახდა. იმ დროინდელი ახალგაზრდობა, რომლებზეც მე ეროვნული მოძრაობა დაექმნო, სულ ეკლესიაში გაიზარდე. გესმით? გაიხსნა ესე იგი უამრავი ტაძრები, სემინარი აკადემია გაიხსნა, ღვთისმსახურება ძალიან გამშვენდა, გალამაზდა, მაგალითი ჩვენთვის რომ როგორ შეიძლება რომ აი ესე მამათავრობით შეინარჩუნა ეკლესია და უამრავი თითქმის მთელი საქართველო 1.5 მილიონზე მეტი მივიდა და ეხლა ეს ხო ნიშნავს რომ ერთი ამდენი კიდე არის რომელიც ესია განწყობილი ხო თითქმის მთელი საქართველო არის კეთილგანწყობილი სიყვარულით სავსე პატრიარქისადმი ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანები არ არიან მტრები ეკლესიის ეხლა პატრიარქი წავიდა უფალთან ეხლა ჩვენ დავრჩით თანამედროვე ქრისტიანები სასულიერო პირები მორწმუნეები ჩვენ თუ აი ამ დანატოვარს რასაც ქვია ნდობა პატრიარქისადმი თუ ამ დანატოვარს ჩვენ თავზე ანუ ეკლესიაზე გადმოვამისამართებთ ეს ნიშნავს რომ ჩვენი ერი ძალიან სწრაფად აღორძინდება სულიერათაც და მერე მატერიალურათაც ხოლო თუ ჩვენ ამ ნდობას გავანიავეთ მაშინ სასჯელიც მოვა ღვთისაგან ამიტომ ეს ძალიან ბევრი რამეა ხა ჩვენზე დამოკიდებული ყველა თავის საზომით მღვდელი თავის საზომით უნდა ერთგულებდეს ერისკაცი თავის საზომით ეპისკოპოსი და სინოდი თავის საზომით. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ დავინახოთ რა იყო ეხლა მე მჯერა რომ პატრიარქის სიტყვები რომ წინასწარმეტყველური იყო ჩემ ცხოვრებაში მე ვინა ვარ ერთი ვიღაცა რიგითი მღვდელი და ჩემ ცხოვრებაში რომ ესე იგი აბსოლუტური წინასწარმეტყველებით სავსე იყო მისი სიტყვები ეხლა მე მეუხერხულება ჩემ ცხოვრებას როგორ მოვყვე და საოცრება როგორ ამბობდა რაღაცას და მე როგორ რეალიზდებოდა. თუ ეს ერთ ცოდვილ მღვდელზე ესე იმუშავა ამა როგორ ვიყო თელ საქართველოსზე და ხო გახსოვთ თავიდან რითი დავიწყე საუბარი პატრიარქი ხდება ლოცულობს თელი საქართველოსთვის და ამ დროს სადღაც თბილისში ერთ 10 კლასელი უღმერთო ბავშვი უცებ გესმის პირველი რაღაცა დადებითი რაღაც იღვრება გულში მის სახელთან გახსენებით არ არის ეს მისტიკური კავშირი და ესე ნელა და ეს უღმერთო კლასი აღუდელი ვარ და ბევრს ლაპარაკობ კიდე ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ რას ამბობდა როგორ ხედავდა სამყაროს როგორ არჩევანს აკეთებდა ცხოვრებაში გესმით რაში ვლინდებოდა და როგორ ვლინდებოდა მისი ნება გესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან და ჩვენ თუ ამას უყურებელს ყოფთ მაგრამ როგორ რაც მოგივა დავითაო ეგრე დავყვეთ რა ვიცი მე დავასრულე საუბარი თქვენ გესაუბრეთ 50 წუთით ცოტა მეტი ცოტა ბევრის კი დავუმე გამოცეთ მამო ქრისტე აღთქ ჭეშმარიტად მამო მე მაინტერესებს აი სულიერი ცხოვრების დროს პირველი რამოდენიმე წელი არის ხოლმე რომ ამ გინდა რომ მეტი გაიგო რაღაცა ბევრად უფრო მეტ განვითარებას აკეთებ შენ სულიერ ცხოვრებაში მაგრამ მოდის რაღაცა პერიოდები როდესაც იცი რომ მეტი არის შენს წინ
მაგრამ შენ თავს ვერ ეჯერება, შენ ეს გინდა და გჭირდება. და ამ მომენტში რა შეიძლება რა გავაკეთოთ? მადლობა. ანუ რას ვერ ხვდები ღმერთი რო არის იცი, მაგრამ შენ რო გჭირდება ამას ვერ ხვდები? ვიცი რომ ჭირდება, მაგრამ ჩემ თავს იმდენად რომ ჩემ თავს ვერ ვაჯერებ, მე შენ ვერ გარიცკი ამ საჭიროებად. გასაგებია. ხო, ნუ აქ ზოგადად ადამიანი რითი განსხვავდება სხვა ქმნილებისაგან. რასაც მე ვამბობ, ვიტყვით ვამბობ საერთოდ ეს ჩემი გამოგონებული არ არის. ღმერთმა დავითვალოს ეს გამოცხადები. ჩვენ საიდან ვიცით ყველაფრის შესახებ? ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად, მან გითხრა. ყველაფერი აქედან ვიცით. და ესე იგი ჩვენ ერთი რაც ვიცით არის ის რომ ადამიანი არის თვითუფლებრივი და მოაზროვნე არსება. ნუ სხვადასხვა თუ ვთქვათ თავისუფალი და გონიერი არსება. ეხლა ეს მოაზროვნება რას ნიშნავს? მოაზროვნება ნიშნავს შემეცნების სიღრმისეულ უნარს. არა ორიენტაციისა სამყაროში. წერი რო გაუშვა ხოჭოც კი ეხლა მიხვდება რომ ისი არ უნდა წავიდეს ასე წავა და რაღაცა. ამას კი არ ნიშნავს რომ რაღაცას არ დაეჯახო. მაგას აკეთებს რობოტიც. არამედ შემეცნებაში იგულისხმება სამყაროს სიღრმისეული აღქმა და მათ შორის ანალიზის უნარი. ეს ადამიანში ბიბლიაშივე არის როგორ ვთქვა, ცხოველებს რო არქმევს, ადამიანი არქმევს ცხოველებს სახელებს. რას ნიშნავს ეს? ესე იგი ამით წმინდა წერილი გვეუბნება რომ ადამი უბრალოდ ზედაპირულად კი არ ხედავს რაღაცა რომ დადის, არამედ მის არსში რადებს ამას ხედავს, სახელის დარქმევა, არსს ცდილდება. აი ეს არის შემეცნება და ეს გონება, ჩვენი გონება არის შემეცნების უნარის მქონე. გონება მრავალსექტორიანია. მათ შორის ლოგიკური აპარატის გონება, ესთეტიკური აღქმის გონება შეუძლია. ზმნელობრივი კანონის აღქმის უნარის გონებას აქვს და მისტიკური აღქმა, ანუ ტრანსცენდენტული ყოფიერება, სამყაროს მიღმიერი. და ეს უნარები მიმართულია სხვადასხვა მიმართულებით. მიწიერი სამყაროსკენ მე და როცა ადამიანი მეცნიერი ხდება, როგორ უნდა აღმოაჩინო ხო კანონები, როგორ უნდა მიხვდე რომ მათემატიკა არის მთელი სამყაროს ალგორითმია რა, ფაქტობრივად ძალიან საინტერესოა ხო ეს. ასევე ადამიანმა ეს უნდა მიმართოს თავის შიგნით. იმიტომ რომ ქრისტიანობა გვასწავლის რომ გარეთ ხო მშვენიერია და ლამაზია და შიგა სამყარო უფრო მშვენიერი და ლამაზია. მეცას გეტყვით, გარეთ სამყარო ამოწურვადია. მას თავისი საბოლოო ჯამში ძალიან დიდი, მაგრამ მაინც თავისი ისა აქვს რა, ჰორიზონტი აქვს. მაგრამ ადამიანის შინაგან სამყაროს ჰორიზონტი არ აქვს. სამონებში არის ესეთ სიტყვები, უფსკულს ხადის მოუწოდებს, ანუ უფსკული, რომელსაც ჩვენ ხადით მოუწოდებ, ვეძახით, ეს არის ღმერთი. ხოლო ის უფსკული, რომელიც ღმერთს მოუწოდებს, ეძახის, არის ის უფსკული არის ადამიანი. და ადამიანი ისეთი სიღრმის არის, რომ მასში მკვიდრდება სამყაროს შემოქმედი მამაზე და სული წმინდა. და მკვიდრდება იმ სისავსით და იმ ხარისხით, რომელიც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი თუ ისააკასური ამბობს, რომ ასეთი ადამიანის გული, აი გოგო ხასდელს ოქონა მაგალითად. ასეთი ადამიანის გული და ზეცა აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან. გესმით რა საოცარი რამეა ადამიანი. ხო და ესე იგი რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანმა თავისი უნარები შემეცნების უნდა მიმართოს საკუთარი თავისკენ. აი როცა ამას არ აკეთებს, როცა თვით შემეცნებას არ ახდენს ადამიანი, ცხოვრებით შემეცნება არ შეუძლია. ბლეს პასკალი ესეთი დიდი მეცნიერი იყო, ფილოსოფოსი და თეოლოგი. ესეთი ძალიან სხარტი გამონათქვამი აქვს. ადამიანი გრძნობს თავის უბადრუკობას. ვერ აგზედებს. ხე თავის უბადრუკობას ვერ გრძნობს. და მე აგზედებს. ადამიანი გრძნობს თავის უბადრუკობას, მაგრამ მისი სიდიადეც ესაა სწორედ. ადამიანი თუ საკუთარ თავს არ შეიმეცნებს, ის თავის ადამიანურ რესურსს არ იხედებს. გესმით, მას აქვს უზარმაზარი რესურსი ადამიანს. თავის ცხოვრებას ახურგავებს, თუნდა აი მხოლოდ მეცნიერება რო შეისწავლოს ადამიანმა და დიდი მეცნიერი გახდეს, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანმა თავისი შესაძლებლობები და ახურდავა გარე სამყაროს შემეცნებაში. შექმნა რაღაც საოცრებები, მაგრამ დაახუნდავა თავის თავს. შინაგანი შემეცნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შინაგან შემეცნებას როგორც კი ადამიანი იცნობს, ამაში მე ღმერთი ეხმარება რა თქმა უნდა. ადამიანი აღმოაჩენს, რომ მას როგორც გონიერ თავისუფალ და პოტენციაში მარადიულ არსებას
ესე იგი, არ შეუძლია მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება. არ შეუძლია მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება, იმიტომ რომ მასსა და მარადილ სიცოცხლეს, ანუ მასსა და ღმერთს შორის არის ძალიან დიდი ბარიერი. და გარანტირებულად უნდა ჩაკეტილი აღმოჩნდეს ამ სამყაროში და ვერაფერი ვერ გადაარჩას, გარდა ღმერთის ყოვლის შემძლე ხელისა. გესმის? აი სანამ ადამიანი საკუთარ აი ამ ჩაკეტილობას სრულად ვერ გააცნობიერებს, მას ბოლომდე მთელი სისავსით არ ექნება მოთხოვნილება მხსნელისა, ანუ ქრისტეს. ეს თეორია, რასაც შენაბობ, თეორიულად ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ გულს ღმერთი შეეხო და დაუმსახურება რწმენა მომცა, მაგრამ ჩემი თეორია ვერ გამყარდა ჯერ შინაგანი მდგომარეობით. ანუ ჩემ ცოდნას, რაც რწმენიდან მაქვს, ჩემი შინაგანი მდგომარეობა არ შეესაბამება. ხა კითხვა ჩდება, რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემ ცოდნას, ჩემი შინაგანი მდგომარეობა შეესაბამებოდეს, ამისათვის პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ჩემი რწმენის შესაბამისად ვიცხოვრო გარეგნულად. აი გარეგნული ცხოვრება, აი როგორც წამს, ესე ვიცხოვრო. რასაც ლოცვაში ვკითხულობ, ის რეალურად აღვასრულო, ეს არის გარეგანი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ თუ ამას თანმიმდევრულად ვაკეთებ, თუ ჩემ რწმენას შეესაბამება ჩემი ცხოვრების წესი, ეს ადვილი არ არის, ამას ჭირდება საკუთარ თავზე იზულება, მერე ღმერთი მომცემს სხალობას და ჩამახედებს უკვე შიგნით და ჩემი რწმენის შესაბამის შინაგანი ცხოვრება მექნება. გესმის? და სანამ ეს მოხდება, არავის არ გაუქმებია ღვთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნება, სასუფეველი ცისა იგზურდების. და ნახე რა პოტექსში ამბობს დღიდან იოანე ნათლისმცემლისა. რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლისა? იოანე ნათლისმცემელმა თქვა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულა სასუფეველი ცასა. შეინანეთ არის მეტამორფოზის პროცესი. აქედან გამომდინარე ქრისტე ამბობს, რომ მეტამორფოზის პროცესი უნდა იყოს თქვენში პროცესი, რომელსაც ჭირდება საკუთარ თავზე იძულება. ეს არის მცნება ღმერთის. აი რო გაინტერესებს, ღმერთს რა უნდა ნეტა? აი ღმერთს ეგ უნდა, რომ შენში იყოს ეს მეტამორფოზის პროცესი, ანუ მუდმივი განვითარების პროცესი, რომელსაც ჭირდება შენი ძალისხმევა. ერთი ნიუანსია კიდო, ეს განვითარება არა უსაგნოდ, არამედ გაცნობიერებით სათხარ და საითკენ უნდა წახვიდე. ზუსტად უნდა იცოდე მისამართი და სათხარ ესეც უნდა ზუსტად იცოდე. აი ესე. თუ გასაგებად თქვი, არ ვიცი რა. მაინტერესებს სულიერება მოდის ლოცვასა და მარხვაში, თუ ჯერ საკუთარი თავიდან დაგვეწყო, ვიმუშაო საკუთარი სულზე და შემდეგ გუმინდება თავისით და ღმერთი შემეწევას დამეხმარება იმაში, რომ ვიბილოცო და ვიმარხულო. და მაინტერესებს კიდე ტრადიციად ქცეული რელიგია და რუტინად ქცეული რელიგია რამდენად დამღუპველი აღმოჩნდეს სულისთვის. გასაგებია. ესე იგი, ტრადიციაზე მოგდეთ ვიტყვი, ტრადიცია კარგია, როცა ის მეხმარება, რომ რწმენიდან მიღებული ცოდნა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ღმერთი რომ ყოვლადწმინდა სამებაა, ეს ადვილად მივიღო, ამას ტრადიცია მეხმარება ნამდვილად, მაგრამ თუ ტრადიცია მაფიქრებინებს, რომ რადგან მონათრული ვარ და ქართველი ვარ, უბე ქრისტიანი ვარ, ეს რა თქმა უნდა არასწორია და შეცდომა. ტრადიცია მეხმარება, კიდევ ვიმეორებ, რომ ადვილად მივიღო სწავლება ქრისტეს შესახებ და ყოვლადწმინდა სამება ღმერთის შესახებ, მაგრამ მეორე სულ ტრადიცია იქცევა ბარიერად, თუ მეგონებებ, რომ ესეთი ადამიანები არსებობს. მეუბნები, ქრისტიანი ხალხი, კაც როგორ არა ქრისტიანი ვარ. რაში ვლინდება ვეკითხები, კეთილი ვარ, ბოროტი არ გამიკეთები არავისთვის. თითქოს არ შეიძლება არსებობდეს ათეისტი ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი, რომელიც სინდისის მიხედვით ცხოვრობს. ქრისტიანობა საერთოდ სხვა რამეა, ხო? ეხლა რაც შეეხება ლოცვა და სულიერება. რა არის სულიერება? რას ნიშნავს სულიერება? სულიერება ეს არ არის სნეობრივად მოწესრიგებული ადამიანი. სულიერება ნიშნავს, როცა ადამიანს ცოცხალ ღმერთთან კავშირი აქვს. და ცოცხალ ღმერთთან კავშირი, ღმერთთან კავშირის მცდელობის გარეშე არ არსებობს. ანუ ვერაფერ ვერ გექნება, შენ რო ფსიქოლოგიურად მოემზადო, ამით ღმერთთან კავშირი არ გექნება. შეიძლება თქვა დისციპლინირებული გახდე, შეიძლება სნეობრივი ნორმებში უფრო კარგად ჩაჯდე, შეიძლება ისწავლო საზოგადოებაში მოქცევის წესები, შეიძლება ესე იგი ბოროტი არ გაუკეთო სხვას და ასე შემდეგ, მაგრამ ქრისტიანი არა ხარ. ქრისტიანი ეს არის მისტიკური კავშირი, საიდუმლო კავშირი ღმერთთან. და საიდუმლო კავშირი ღმერთთან არ არსებობს ლოცვის გარეშე.
საქმეც იმაშია, რომ პრობლემა რაშია უпроსორეთ, რომ ჩვენ რასაც ლოცვას ვეძახით, არ არის ლოცვა. აი ხა მაგალითს ვიტყვი. მაგალითად, შენ რასაც ლოცვას კითხულობ, იქ ხარ მამაო ჩვენ. არის მამაო ჩვენ, ხო? მამაო ჩვენო გოზეპირად იცი. მე ხა კითხოს იმიტომ კი არ გვაქვს, რომ გამოცდა ჩავატალო, მაგრამ აი თუ გვიფიქრია იმაზე, რომ ლოცვა არის რაღაცას თხომ ღმერთს, ხო? და აი როცა ეუბნები, რომ მოვედის უფევა შენიო, რას თხო? არა, მოვედის უფევა შენი, ნოევნები, მოვედის უფევა შენი. ამბობ, რას თხო? ეგ ერთი. მეორე კითხვა, იყავნება შენი წერია. იყავნება შენი. ერთხელაც რო გამოგეცხადოს და გითხრას, შენ რა ქვია მამი? ელიზა. რამდენი წელი მეუბნები იყავნება შენი, ეკითხა რა არის ეს ჩემი ნება? რა არის ლოცვა? ლოცვა არის ღმერთთან კომუნიკაცია. ეხლა ესეთი რამე რო გავაკეთოთ. წარმოიდგინე, ლიზა საღამოს უნდა ლიზას ილოცოს ან დილას და როგორც იცის, მიაჩვიეს ბავშვს მშობლებად, ძალიან კარგია. აიღო ეს ტექსტი და დაიწყო. ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა, ხო, სხვათა შორის აი დასაწყისია. ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და უფალო იესო ქრისტე ღმერთო შენო შეგვიწყალენ ჩვენ და რას ნიშნავს ეს სიტყვები? თუ დააბრდებით, აი ნახეთ, ბოლოში არის იესოს ლოცვა. უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალე ჩვენ, ხო? დასაწყისში ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და რას ნიშნავს ეს სიტყვა? რამდენად გამოძიებული მაქვს ეს? ეს მე? აი ხა ნახეთ რა ხელა სიღრმე შეიძლება იყოს ამ სიტყვებში. ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა. ანუ მან მე ხო უნდა შევევედრო უფალს, რომ შემიწყალოს. მაგრამ მანამდე სანამ ვევედრები ვამბობ ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა. ანუ მე უფალს ვეუნები ამით, რომ მე ისეთი ცოდვილი ვარ და უუნარო ვარ შენთან ურთიერთობის, რომ ჩემს ლოცვას ძალაც კი არა აქვს. მე უნდა გთხოვო, რომ შევიწყალო, მაგრამ ძალა არ აქვს, მაგრამ მე მარტო არა ვარ. აი რომ პავლე მოციქულს აქვს ეს სიტყვები, ჩვენ ღრუბელი ვიდგო, თავს გვახვევია უამრავი მოცამბე. ანუ 50 თავის ცხოვრებით, რომ ქრისტე არის ღმერთი. და ისინი არიან წმინდანები. გესმის და მე უფალს ვეუბნები, რომ მე ეკლესიის ორგანული ნაწილი ვარ. ანუ შენი სხეულის ორგანული ნაწილი ვარ და მარტო კი არა ვარ. ჩემს გარშემო უამრავი წმინდანია, რომელთა ოჯახის წევრიც ვარ და მე არა, მაგრამ იმათი ლოცვით, გესმით, იმათი ლოცვით შემიწყალე. ანუ მარტო კი არ გევედრები, იმათთან ერთად ვარ, გესმის? ეკლესიის წიაღში ვარ. უკვე აი მთელი ეკლესიოლოგიური აზროვნება ჩანს აი ამ სიტყვებში. ესე იგი, აი ესეთი რამე რო გავაკეთოთ. სანამ დავიწყეთ ლოცვას, ტოტახანი ციგრი გვერდზე გადავდო და ვიცი რა, რომ ლოცვა არის ცოცხალ ღმერთთან, პიროვნულ ღმერთთან, გონიერ ღმერთთან, ჩემი როგორც ცოცხალი და გონიერი არსების აზრიანი, გონივრული, გააზრებული დიალოგის მცდელობა, ეკება ჩემი გულიდან რაღაცა უთხრა ისეთი, რაც მე მაწუხებს, რაც მე მაფიქრებს, რაც მე მჭირდება, რაზეც წუხვა, დაელაპარაკე რა ღმერთს. კონდეს არა იმის მცდელობა, რომ ეს ტექსტი ბოლომდე წაიკითხო, არამედ იმის მცდელობა, რომ ყოველი სიტყვა გაიაზრო. ისეთ რას ამბობს სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, უფლის წინაშე გაუაზრებლად წარმოთქმული ლოცვა სიტყვები ძალიან აბრაზებს ღმერთს. ანუ აქ ნიშნავს, რომ პირიქით ხდება, ანუ შენ გონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და პირიქით ხდება, იმიტომ რომ რაღაცას ეუბნები, რომლის წარმოდგენა შენთან არ აქვს. და ფათაშორის მამაუჩვენო ამბობ ძალიან საშიში სიტყვებია. იქ მამაუჩვენოში. იქ არის ესეთი რამე, რომ მომიტევე თანანადებნი, ანუ თანანადებელი ვალი და ვალი ადამიანი დავალებული რჩება, როცა მუხვას აწყერინებს ან ღმერთს, ღმერთის წინაშე რაღაცას არასწორად აკეთებს. ანუ ეს ცოდვას ნიშნავს. და ეუბნები, რომ ისე მაპატია, მე ცოდვები ისე როგორც მე ვაპატიებ სხვას. და თუ გაიაზრებ, რომ შენ ცხოვრებაში არიან ადამიანები, ვისაც რაღაცას არ პატიო, შენი თავისათვის განაჩენი განუგაკ. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ შენ უნდა ისწავლო ღმერთთან გულწრფელი საუბარი, შენი გულიდან ამომავალი სიტყვებით, ასევე უნდა ისწავლო ის ტექსტი, რომელიც გაქვს, იმათი გათავისება და შენთვის გაცოცხლება და მე უნდა ეცადო, რასაც ეუბნები ღმერთს, ისე იცხოვრო. მაგალითად, მამაოჩვენოში, როცა მოციქულები ეუბნებიან, როგორ ვილოცობ, ეს რას ნიშნავს, რომ თარგმნოთ, როგორი ურთიერთობა გქონდეს ღმერთთან.
და პირველი რასაც უფალი ეუბნება მამაო ჩვენოს ასწავლის და პირველი სიტყვა არის მამაო და ამით ეუბნება რომ თქვენ შვილები უნდა გახდეთ ღმერთის შვილები და პირველი სიტყვა ამ ლოცვისა მამაო არის ის რომ შენ უნდა გახდე შვილი და ყველა დანარჩენი სიტყვა არის პროგრამა როგორ უნდა გახდე შვილი პირველი სიტყვა რა არის მამაოს მერე ჩვენო რას ნიშნავს რატო არ ეუბნები მამა ჩემო მამა ჩვენო იმიტომ რომ შენ მამა ხარ იმისიც აი იმის მამაც ხარ მე რო არ მიყვარს და თუ იმის მამაც ხარ ესე იგი ის ჩემი და არის ესე იგი მე ვალდებულება მაქვს რომ მიყვარდეს გესმის პირველივე სიტყვა გამყოფებს ვალდებულებაში რომ ყველა ადამიანი გიყვარდეს და გეხედავ ამ ხელა სამუშაო ჩდება საკუთარი თავისთვის ესე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ თუ ჩემი სიტყვებით უნდა ველაპარაკოთ დაწერილი სიტყვები რა საჭიროა ნახეთ რა საჭიროა თავარი ხო მიზანი რა არის ეხა ის ხო არ არის რომ იცი რა ღმერთო მანქანა მენა მანქანა მომეცი ღმერთო ჯანმრთელობა მაწუხებ ჯანმრთელობა მომეცი ღმერთო კაი სამსახური მიდე და ასე შემდეგ ეს ხო მიწიერი საკითხებია ჩვენ ხო უფალმა გვასწავლა რომ მიწიერ საკითხებს კი არ გვიგზავნოს მაგრამ ამავე დროს გვეუბნება რომ სანამ შენ მიწიერ პრობლემებს ჩემს წინაშე იქვი მანამდე მე ვიცი პრობლემა შენ გაქვს მე ხო შენი მამა ვარ აბა რა გავაკეთო არ გთხოვო ნუ შეგიძლია მთხოვო მაგრამ სანამ მეთხვი მანამდე ვიცი მე რა პრობლემა გაქვს აბა რა გავაკეთო მე მეძებე სასופველი ეძებე ნიშნავს მე მეძებე და ამას კიდე შენ რა საჭიროა მე მოგცემ შენ უნდა მენდობოდე რომ მე შენ მოგცემ რა საჭიროა გესმით როგორ არის ხო და ესე იგი ადამიანი რომელიც ღმერთის წინაშე ლოცულობს მან უნდა იცოდეს რომ თავარი ლოცვაში არის კომუნიკაცია, პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან. ეხლა მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ ბიჭო, აი მაგალითად ცეკვაზე შეგიყვანეს. ვინმე ცეკვაზე ხო ცეკვა აქვს გირთები. მასალებელი როგორ დასწავლით ცეკვას? ხო თვითონ აკეთებს. და შეხო უყურებ. ანუ ქორეოგრაფი თქვენ წინაშე აკეთებს რაღაც ილეთს და თქვენ უყურებ და ბაძავთ. ხო ესეა. ანუ მიმბაძველობით შენ სწავლობ ილეთებს და როცა ამ ილეთები დახუნცვლული აღმოჩნდები და განისწავლები, მერე თუ გაქვს ნიჭი, მერე იწყება ფეირვერკები. ამ ილეთების ერთობლიობით შენ უკვე შექმნი რაღაც ცეკვის შედევრებს, მაგალითად, როგორც ასე ვთქვათ, ხო? ანუ შენ გზის გამკვალავი გჭირდება. და წმინდანები, რომლებმაც ღმერთთან ურთიერთობის საოცარი მაგალითები მოგცეს და ღმერთთან კავშირი დაამყარეს, თავიანთი გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის დაგვიტოვეს წერილობით, რომელსაც ქვია ლოცვები. გესმით? ანუ შენ რო ლოცვას კითხულობ, ეს ვიღაცის twin-ში მოფიქრებული აზრები კი არ არის. ეს არის რომელიღაცა წმინდანის პირადი გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის. და შენ რომ მას კითხულობ, აპირად გამოცდილებას ეცნობი. ამიტომ უნდა ჩაუღმავდე თითოეულ სიტყვას, და ეს რას გულისხმობდა, და ეს რას ნიშნავს. ეს როგორ არის. აი ესე პროცესი და დაიწყოს შემეცნებისა. და მე მცდელობა, რომ შენ რასაც ამბობ იმის შესაბამისად იცხოვრო. აი მაშინ ლოცვა გაცოცხლდება შენთვის. და კიდევ ერთი იმისათვის რომ ადამიანმა სწორად ილოცოს, აუცილებლად უნდა იქიქოს წმინდა წერილი და წმინდა მამები. დიდი მადლობა თქვენთვის თქვენი ლექციები და ქადაგებები ძალიან ხშირად მინახავს სოციალურ ქსელში და მადლობა ღმერთს რომ პირადად პირველად, მაგრამ ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და მე ამ სკოლაში ვასწავლე ბიოლოგიას და მომხსენებად ბიოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ევოლუციის საკითხი. ძალიან მოგდეთ თუ შეიძლება რომ თქვენს ამაზე მოგცეთ განმარტება. დიდი მადლობა. თუ ადამიანს მართლა ჯერა, ეხლა მე ამასენად ერთ ადამიანთან მიყვანეს, თუდად იყო და ვისაუბრეთ, ეხლა მეცნიერი კაცია რაღაცა, ფსევდომეცნიერი უფრო. ხო, ნუ ადამიანი ცხოველია ვიცახის რა. ეხლა გესმით, თუ ადამიანს ჯერა რომ ცხოველია, იმას ვერაფერს ვერ უსაო. იმიტომ რომ რითი განსხვავდება ცხოველი ადამიანისგან? არა ინტელექტის სიძლიერით. იმიტომ რომ ეხლა გელი მაგალითად დღეში უფრო კარგად გამოინანავს თავის ინტელექტუალურ აპარატს ვიდრე ჩვენ. ის ცოცხალი გადარჩება და ჩვენ მოუკვდებით დღეში. გესმის? ანუ თუ ინტელექტუალურ აპარატს გულისხმობთ, რომელიც სამყაროში ორიენტირებას ახდენს, ის ცხოველსაც გააჩნია და ხშირად ძალიან სრულყოფილი. ფოტოშორის დარვინს მეგობარმა მიწერა წერილი.
დარვინი ხამბობდა რომ მაიმუნი განვითარდა გახდა ადამიანი და შენ თეორია თითქოს წყობრია და ლოგიკურია, მაგრამ ერთი კითხვა მებადებაო რა. აი მაიმუნი იცით როგორი არსებაა? ნუ ალბათ ინტერნეტში გინახავთ, ხო? მაიმუნი არის თავის კვალობაზე უსრულყოფილესი არსება. ადამიანზე ბევრად ძლიერია. აი მაგალითად შიმპანზე 4-ჯერ 5-ჯერ ძლიერია ადამიანზე. დარბის დახტის დაქრის რაღაც ნადირობს. ძალიან მაგალითად ტვინი უსკდება, საკმარისია ყველაფერს აკეთებს რაც უნდა. ხო და კითხება რომ აი მაიმუნსო განვითარდა, რატო უნდა განვითარდეს შიმპანზე? რა აკლია რო შიმპანზეს? და ეკითხება რომ ესე იგი რაში ჭირდებოდა მაიმუნს ფილოსოფოსის twin? ფილოსოფოსის twin ადამიანს ტანჯავს მარტოკაცო. ხან რას აფიქრებს არა? დარბის დახტის შედურად ერთ ამბავშია. სრულყოფილად განვითარებული არსებაა. ის კი არა კაცო, აი ესეთი მწერი არსებობს, მე მსიკლაპეა. თქვენ იცით რომ მეცნიერები რომლებიც მუშაობენ იდეალურ საფრენ აპარატზე, ხო, ვერტმფრენების თვითმფრინავები აღარ გააკეთეს ახლა ეს დრონები რაღაცები. ჯერ ვერ შექმნეს ისეთი აპარატი, როგორც საფრენ როგორც არის ისა, ნემსიკლაპია. ეს არის გასაცვიფრებელი აპარატი, ჯერ ერთი სამყაროს 360 გრადუსიანი ვიზუალური აღქმა, აქ თავი რო აქვს ესე პატარა თავი, 360 გრადუსში ხედა ყველაფერს. იდეალურად 4 ფთახო აქვს. ხო, აი ვინახეთ ფრინველი როგორ იქრებს ახტეს. მისი ფრთები 4-ვე დამოუკიდებლად მუშაობს. 4-ვე სხვადასხვანაირად მუშაობს, ერთმანეთსგან დამოუკიდებლად. მას შეუძლია წავიდეს წინ, უკან, ზემოთ, ქვემოთ, გაჩერდეს, უკანაც შეუძლია ამოტრიალდეს, საოცარ რაღაცებს აკეთებს, ზიგზაგებით იფრინოს. ესეთი ფრინავე აპარატი ადამიანს არ შეუძლია გააკეთოს. ეს არის უსრულყოფილესი არსება რა. როგორი მონადირია, იცი თითქმის 100-დან 100-ვეს იჭერს. საოცრება. გესმის? რა ტვინი ჭირდება? ტვინის აქ და იმის იქითაც აქვს. და კიდე ახლა ადამიანს უბრუნდები. რა განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის? შევიშ უნარჩვევებში, ახლა მე რო გავაგზელო ეს თელდინ არ მეყოფა, ზოგიერთ ცხოველს ისეთი უნარჩვევებია, ადამიანს არც და ეს ისე ხო და ყველა ინატრებს. ახლა ყველა ნატრობს და ჩიტივით ვიყო და ავფრინავდე. მაგის გარდა იმდენი უნარჩვევები აქვს ცხოველზე და ყველაფერი ჩვენ გქონდეს რა მაგარი იქნება. და თაც აპარატებს აკეთებს ადამიანი, რომ ცხოველს მიუახლოვდეს. ნუ ცხოველებით იფრინოს, ცხოველებით დაინახოს, არწივს ათუნა დურბინით ისედაც ხედავს. აქაც ხედავს და კილომეტრებშიც ხედავს. შენ გჭირდება აპარატი. და ასე შემდეგ, კატა ღამეს ხედავს სიბნელეში და ჯარისკაცებს უკეთებენ რაღაც სპეციალ აპარატებს ღამე დაინახოს. ანუ ჩვენ გჭირდება თვალება, რაც ცხოველებს ისედაც აქვს. ადამიანსა და ცხოველს შორის თავარი რა განსხვავებაა, იცი? ის რომ ადამიანს ბევრი განსხვავებაა რა. აი ერთ-ერთი, ადამიანს არ აკმაყოფილებს ყოფიერება ისეთი როგორიც ის არის ეს გარდაქმნის სამყაროს. ეგ ერთი, მეორე, ადამიანს აქვს ესე იგი ტრანსცენდენტულ ზნეობრივი კანონის აღქმის უნარი და ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან კავშირის უნარი. არც ერთ ცხოველს არ აქვს დანაკლისი იმისა, რომ ღმერთთან არ არის. მხოლოდ ადამიანს აქვს დანაკლისი იმისა, რომ ღმერთთან კავშირი არ აქვს. მხოლოდ ადამიანი არის ეს არსება და ადამიანს შეუძლია ღმერთთან კომუნიკაცია, არც ერთ ცხოველს ეს არ შეუძლია. აი ვერაფერთ ვერ გააგებინებ მაგალითად მაიმუნს, ღორს, ძაღლს, თუ ღმერთი არსებობს. ან არ არსებობს, არ თემაზე ვერ დაელაპარაკებ. მეცას ღორს იმასაც კი ვერ გააგებინებ, შენ რო ადამიანი ხარ და ის ღორი. ანუ ეს ისეთი გაუვალი კედელია. და ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც ნახეთ ღმერთი ის ხო არ არის სადღაც აი მაგალითად რო გითხრათ, აი აბა მითხარით, აი აქ ორი ღვთელი ვზივართ და აგერ სკოლის ადმინისტრაცია და ამდენი ხანი ღმერთზე ლაპარაკობთ და ღმერთის ჩვენთან არის ვამბობთ და თუ ამბობთ ეს ჩვენთან არის ღმერთი, არც და იყოს. აბა ეხლა მიპოვეთ აქ ღმერთი. ეგ დავავალო ვიღაცას. მიპოვი ღმერთს აქ ამ ოთახში. რას გარჩვენთ? მიპოვით? ვერ მიპოვით. რა გარჩვენთ? გვარი მე დიახ, მაგათ მანდ მიმინდა და გულებშიც რატო ამას თავის მიზეზი აქვს. ეხლა ეს ვიღაცა იტყვის ისე პატარა ოთახია და გავზარდოთ. სადამდე გავზარდოთ?
მეტაგალაქტიკის ზომები მივცეთ. ანუ მთელი გალაქტიკები, ხო გესმით გალაქტიკა რა? გალაქტიკა 100 მილიარდი ვარსკვლავია და ასეთი გალაქტიკები კიდე მილიარდობით არის და ეს ოთახი ისე გავზადოთ, რომ ყველაფერი ამაში მოვაქციო. და რა შეიცვლება რო თვისობრივი? და არც არაფერი. ისევე სივრცე იქნება, რა? ღმერთს მაინც ვერ იპოვი. ჯობა სად არის ღმერთი? კითხვა ჩდება, გესმის? ანუ სად არის? წარსულში ვიპოვოთ? წარსულშიც ვერ იპოვეთ, იმიტომ რომ დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით დრო და სივრცე და სამყარო ერთდროულად შეიქმნა. ანუ იმის იქით დროც არ არის. ანუ დროის იქით, ანუ ვერსად ვერ იპოვი ღმერთს. მაგრამ ჩვენ ხო ვწამს და ნახეთ ქრისტიანობა ხო გვეუბნება ღმერთი არის გონიერი. სამყაროში, ხილულ სამყაროში ერთადერთი გონიერი ადგილი რაც ითქვა, ადამიანის გულია. ამიტომ ღმერთი ადამიანის გულში იძებნება, ამას გვასწავლის ქრისტიანობა. გესმის? და აი ადამიანი არის ის არსება, რომელსაც შეუძლია ღმერთთან კომუნიკაცია საკუთარ თავში. აი ადამიანი არის ის, რომელსაც ღმერთი უნდა უშუალოდ პირდაპირ კავშირზე, გესმით? და რაც კიდე თეორიები შეიქმნას, ამას რა მნიშვნელობა აქვს? და მერე ნებისმიერი თეორია, შვილებო, ხო, ამ მატერიალურ სამყაროზეა პორკებული. ეს იცით, აი თეორიაში რომ ღმერთის ყოფნა არ ყოფნა ეძებო, ეს იგივეა, რომ კონდეს სახაზავი და გაზომო ღმერთი. კონდეს სასწორი და აწონო ღმერთი. ნუ ვერ აწონი, ვერც გაზომაო. გამორიცხულია. მატერიალური საშუალებებით ღმერთი არც იძებნება, არც გაიზომება, არც გამოიკვლევა. გესმის? აი ეს არის. ხო და ამ დროს ვიღაცას წამს და ვიღაცას არ ასწამს. და ამ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვწამს. ერთმა კაი ჟურნალისტია, და წაინახო. პატრიარქს უთხრა მოკლედ, რომ თვითონ ეს ჟურნალისტი მიყვება, რომ პატრიარქთან ვიყავიო, ინტერვიუ ჩავწერეო და ბოლოს ვეკითხებიო, რომ აი თუ მართლა არსებობს ღმერთი და ამიმტკიცეო რა პასუხი უნდა გასცეყო ამ დროს. ხო, ერთხელ მახსოვს ეს კითხვა და მისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ესე იგი, ლექცია წავიკითხე და თავდება გაკვეთილია თუ რაღაცა და დარჩა 1-2 წუთი რა დრო აღარ არის მეტი და უნდა წავიდე და იქ არიან ბავშვები, რომელსაც რამდენიმე თვე გამაქვს კომუნიკაცია და ის იყო ბოლო ლექცია თუ ბოლო სინა და იყო ერთი ბავშვი მოსული, რომელიც არც ერთ ლექციაზე არ დასწრებულა. და ამ ლექციაზეც ხო უკანით დავასრულე და ეხლა ზარდნა დაირეკოს და დასვეს პროვოკაციული კითხვა. და რა კითხვაა ესა რომ? ეს ყველაფერი კარგიაო, მამაო, რასაც ლაპარაკობთ, მაგრამო და ლამაზია, მაგრამ ღმერთი ხო არ არსებობს, რა ფაქტი დააბრეხო და როგორც ცივწყალს რო გადაგასხავენ, ეხლა ესე დავტოვო, მთელი ამდენი შრომა, ხო ეს ბავშვები რაღაცა ძიების პროცესში არიან, ხო წყალში ყრის. პასუხი ხო უნდა გასცედა. თუ რა პასუხი გავზე, ფრენას ვარ დავიწყებ. ხო და რა ვიცი, მე მგონი ღმერთმა მომცა რა ეს პასუხი იმ მომენტში. მეთქი შენ ეხლა დამიმტკიცე, რომ ღმერთი არ არსებობს და თქვენ თვალწინ გავიხდი მეთქი შესამოსეს და თქვენსავით ერისკაცი გამტებ. პროვოკაციული კითხვები არსებობს და ამან დაუსვე ეს კითხვა, բայց შენ თუ ღმერთი არსებობს, პატრიარქს და თვითონ ეს ჟურნალისტი მე იქ არ ყოფილი ვარ. ესე ჩაღურნაო თავიო ცოტა ხანი. ესე იცოდა ხოლმე პატრიარქმა ჩაბულა, შუმათი იყო ხოლმე გარინტებული და რაცია თავი და თქვა. მე იცით, თქვენობით იცოდა საუბარს. მე იცით ღმერთის გარეშე არ შემიცაკ. ეს იყო ფიქრობთ მეტანის პასუხი, გელიანკო პასუხი. ხო და პასუხი გვაქვს ესეთი. ვისაც ღმერთის გარეშე არ შეგვიძლია გაგვატარებინა. მე მაინტერესებს თქვენი რჩევა ის დიდი შრომა, რომელიც პატრიარქმა გაიწია, უსარმაზარი შრომა, როგორ უნდა შევინარჩუნოთ, აი თქვენ რას გვირჩევთ ჩვენ აი თითოეულ ჩვენგან წმინდა გიორგის სკოლის მოსწავლეებს, რა გვავალია, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს 8 წელი უდიდესი წყალში არ ჩაიყაროს და ჩვენ ჩვენი მხრიდან ხელი შევუწყოთ ახალ პატრიარქის მოღვაწეობას და იმ მემკვიდრეობის გაგრძელებას, რაც იგი ამერად დაბიტოვა. მადლობა. ჩემი აზრით შეუძლებელია, რომ პატრიარქის დანატოვარი შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის, რაც მან გააკეთა, თუ არ მოусმეთ მას და არ გავიაზრებთ რას ამბობს. აი ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში ხო ადამიანები დღეს ასასრულებას ამბობენ და ძალიან ხშირად განიკითხავენ პატრიარქს, ლანძღავენ, თან როგორ იგრძნობა, რომ ერთი სიტყვა არ აქვს გაგებული მის.
ანუ რასაც ის ასწავლიდა ამდენი წლის განმავლობაში, ის განცდილი აღქმული არ არიციან. ის ხო სასვინურო პირია პირველს ყოვლისა. ის ხო მქადაგებელია, ის ხო მოძღვარია, ხო? და ამ ყველაფერს ხო ის სიტყვიერად გადმოსცემდა. ეს ყველაფერი ხო დაწერილია, ეს ყველაფერი ხო არსებობს. ადამიანმა არაფერი არ იცის და მარტო განეკითხავს და ლანցავს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ასწავლიდა ის. ის მოუწოდებდა სულიერ ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულისკენ, ერთმანეთისადმი სიყვარულისკენ. ის ამბობდა, რომ ღმერთი უნდა ჩვენში დამკვიდრდეს. თუ ჩვენში ღმერთი არ იქნება, ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რომ გვყარდეს სამშობლო და მოყვას იმ სისავსით, ასისავსითაც ეს ადამიანში. ის ამბობდა, ძალიან ბევრს საუბრობდა, როგორი ცუდია სიამაყე, ამპარტავნება, გესმით, რომ უნდა იყოს ადამიანი თავდაბალი, შვიდი, მოწყალე და ასე უნდა იყურებოდეს მარადისობისკენ. მე შემიძლია ასე ვთქვა, ეს ჩემი აზრია, მაგრამ ნუ რა ვიცი. ფიქრობ, რომ არგუმენტირება შემიძლია თუ საჭირო გახდა. მე არ მინახავს ადამიანები, რომელსაც ასე უყვარდა თავის სამშობლო, როგორც პატრიარქს უყვარდა საქართველოს. არ მინახავს სხვა ადამიანს, ესეც არ ვიცი. და თან როგორ არის ისე მიყვარს სიტყვა, სიყვარული ხო სიტყვა არ არის. სიყვარული საქმეა და მას საქმე დაადასტურა ეს გესმი? ხო და ეხლა მაგრამ არიან კატეგორია ადამიანების, რომლებსაც ცნობიერი თუ არაცნობიერი აუტანლობა აქვს ქრისტესთან. ქრისტესადმი აუტანლობა, ეს ღმერთისადმი აუტანლობას კი არ ნიშნავს. ქრისტესადმი აუტანლობა ნიშნავს ჭეშმარიტი ღმერთისადმი, როგორიც არის ყოფიერების საწყისი, იმის აუტანლობას, იმიტომ რომ გამოვლინდა როგორია ღმერთი. ღმერთი თავდაბალია, ღმერთი მორჩილია, ღმერთი აბსოლუტურად მოსიყვარულეა. გესმის? ღმერთთან არ არსებობს სიძულის არანაირი პატარა იოტესობდანაც კი, გესმის? და აი ეს თავდაბლობის, აი ეს სისავსე, ხო, აუტანელია ზოგიერთი ადამიანებისათვის. სიცოცხლის გარეშე ხო ყველაფერს ფასია კარგი. აი სიცოცხლის გარეშე რა არის სამყარო? აი თქვენ ახლა აქ რო ხართ და გიხარიათ რო არსებობთ, ახლა ჩვენ რო ვსივარ, ამის საძირკველი რა არის? სიცოცხლე. ცოცხლები ვართ ჩვენ. სიცოცხლე თუ არ არის გაქრა, ხო არაფერი არ არსებობს. და სიცოცხლე თუ მარადიული არ არის. სიცოცხლე თუ თავდება საფლავით. მაშინ რა ფასი აქვს რაიმეს, გესმის? და აი პატრიარქი მოგვიწოდებს, რომ იმისკენ რომ ღმერთი არის. და ღმერთი ცოცხალია. ღმერთი ცოცხალია და მე თავისუფალი ვარ და გონიერი. შესაბამისად, თავისუფალი და გონიერ არსებას რა ახას, აი მე რო ვარ თავისუფლება რომ მაქვს და გონიერება რომ მაქვს. და მე რო ეს მომწონს, რასაც მინდა იმას რო გავაკეთებ. ამას რას დევს თან? პასუხისგებლობა. დაინახეთ, ვისაც ქრისტიანი უყვარს არის. მას უნდა რომ თავისუფალიც იყოს, გონიერიც იყო პასუხისგებლობის გარეშე. ეს დაახლოებით იცი რას გავს? ბიჭს რო გოგო უყვარს. სიყვარულის სიტყვებს აფუქვებს და პასუხისგებლობას არ იტევს. არ სულს მასზე დაქორწინება. გესმის? აი უბრალოდ გართობა სულს. გესმის და სამაგეროდ ისეთ სიტყვებს აფუქვებს, რომ ესე იგი ამასინათ ერთი პატარა გოგო კი არა გას 20-ს გადაცილებული ფსიქოლოგი და რაღაცა პირად ცხოვრებაში ვიღაცა მოატყვილა და მეთქე ესეთი ჭკვიანი ადამიანი ფსიქოლოგი როგორ მოატყვილა რა ისეთ კაი სიტყვებს უთხარი აბა როგორ ვინ გეტყვის რომ ესე იგი ცუდ სიტყვებს ვინ გეტყვის იმა ხონა მოგატყვილოს გესმის ანუ ასუხისგებლობის გარეშე თავისუფლება, გონიერება და სიყვარული არ არსებობს. და ამიტომ ჩვენ წავდგებით პასუხისგებლობის ღვთის წინაშე და სამშობლოს სიყვარულსაც, მოყვასის სიყვარულსაც პასუხისგებლობა ჭირდება. და ამისკენ მოგვიწოდებდა პატრიარქი და გვეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია თუ ადამიანს რწმენა არ ექნა. იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ყველა ადამიანი თუ ჩვენში ღმერთი არ არის ეგოისტი. და ეგოისტს არ აქვს პასუხისგებლობა. ეგოისტს არ შეუძლია სიყვარული. ეგოისტს სიყვარული გონია ის რაც მას სიამოვნებს. მე თუ სიამოვნებს, მე მიყვარს წყალი, იმიტომ რომ სიამოვნებს. მიყვარს ადამიანი, იმიტომ რომ სიამოვნებს მასთან ყოფნა. და ქრისტიანობა სულ სხვა განმარტებას იძლევა სიყვარულისა. სიყვარული არის არა ის, რაც სიამოვნებს, არამედ თავსო პირა იმისთვის, ვინც გიყვარს და სწორედ ეგ სიამოვნებს. თავგანწირვა სიამოვნებს. ნუ რა ვიცი ხა ეს სიცოცხლის საწყისში ადამიანი რო იბადება, როგორ იბადება? ადვილია ქალისათვის 9 თვე მუცლით ბავშვის დარება, ტოქსიპოზის გადატანა, მშობიარობის საშინელი ტკივილები.
მერე ძუძუს წოვება, მერე 1000 უზილო ღამეები. და თუ ადამიანს ფსიქიკად არ ღვული არ აქვს და დედობრივი ინსტინქტი შენარჩუნებულია, მას ეს ტანჯვა სიამოვნებს, იმიტომ რომ ეს არის სიყვარული. აი ესა მაქსიმე აფსარებელი ამბობდა, როდის მე-7 საუკუნეში იყო, ხო მასი? სიყვარული უპირველეს ყოვლისა ბრძნობა კი არ არის, ეს არის ნებელობითი აქტი. და იქ სადაც მარტო გზრობა და ემოციაა სიყვარული, ის ტყუილია იცოდე. აი პატრიხი ამას გვასწავლიდა, ქმედითი სიყვარული მოყვასისა, სამშობლოსი და ღმერთის. როდესაც ჩვენ თავი გვეცოდება, შემდეგ იწყება ეს სიზარმაცეც, რაღაცების მიტოვება და მაინტერესებს თქვენი აზრი. ზოგადად აი საიდან მოდის კონკრეტულად სიზარმაცე და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას? სიზარმაცე არის ხორცის თვისება. ჩვენ ხო სულიც გვაქვს და ხორციც. ჩვენი ხორცი ცხოველის ხორცს გავს, თავისი ფიზიოლოგიით. ეს ესეთი არ იყო თავიდან. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანს სხვანაირი ჰქონდა ხორციელი ბუნება, მაგრამ როდესაც ღმერთზე, ანუ სიცოცხლის წყაროზე თქვა უარი, მისი ხორციელი ბუნება შეიცვალა და ბიბლიაში შეწერია ტყავის სამოსელი. ანუ ცხოველის მსგავსი ხორციელი ბუნება გავიხდა და ცხოველის მსგავს ხორციელ ბუნებას ახლავს სიზარმაცე. აი მაგალითად, აი რაღაც საკვები დადო, გევრიელი საჭმელი დადო იქ სადღაც და აქ დააყენო ძაღლი და დაანახო სადადე. ორი გზა აქვს, ერთი პირდაპირი გზა და მეორე შემოვლითი გზა. შემოვლითი გზა არის ძალიან საინტერესო და ლამაზი. საოცარ ხედებს ნახავს და საოცარ. და პირდაპირი გზა არის მოკლე, მაგრამ უინტერესო. ძაღლი რომელი გზით წავა? პირდაპირი გზით. იმიტომ რომ ძაღლი სული არ აქვს, ის ცხოველია, ხორცია, ხო? ხორცის თვისება მინიმალური ენერგიის დახარჯვით მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება. ესე იგი რა გამოდის? თუ შენში დომინირებს ხორცი, მაშინ შენ ყოველთვის ეცდები, რომ მინიმალური ენერგიის დახარჯვით მაქსიმალური სიამოვნება მიიღო და ამის კლასიკური სახელი უარსაბ თათქარიცე. გახსნებით უარსაბ თათქარიცე. შეიძლება ბოროტება არაფერი არ შეიგია. შეიძლება რელიგიურიც კი იყო. არ იყო ბოროტი, არ იყო კაცისყრელი, არ იყო ასე ეს. მაგრამ იქნებოდა უარსაბ თათქარიცე. თუ გინდა იყავი და რა უარსაბ თათქარიცეობა? მინიმალური ენერგიის ხარჯით მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღო. მაგრამ ადამიანი, რომელიც აცნობიერებს ღირსებას თავისას და მისი ღირსება სიამოვნებაში კი არ არის. მისი ღირსება არის იმაში, რომ ის მარადიულად ცოცხალი უნდა იყოს, როგორც ღმერთის შვილი. ყოველი ადამიანი პრინცი და პრინცესაა იდეაში. ეს არის. და როცა ამას ადამიანი აცნობიერებს, ის არ ეგუება იმას, რომ ხორცის ნაჭერია. დოსტოევსკი ასე ამბობს, რომ უზნეო ადამიანი არის კბილებიანი ხორცი. მორჩა, მეტი არაფერი არ. და როცა ადამიანი ამას აცნობიერებს, იწევს ამასთან ბრძოლას. და მარხვის ერთ-ერთი საჭიროება სწორედ აქ არის. ნახეთ, მარხვაში ესე იგი ხორცს არ ჭამ, ლობიოს ჭამ. კითხვა რო დავსვათ, რა მნიშვნელობა აქვს ღმერთისთვის? ხორცით შენთვის გააჩინა და ყველით და კარტოფილის და ლობიოს და რა მნიშვნელობა აქვს ღმერთისთვის შენ რა შეჭამ? ღმერთისთვის კი არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ხორცის სიამოვნებაზე გამარჯვება, თორე ადამიანებად ვერ ჩამოყალიბდებით. ადამიანი პიროვნება, როგორც პიროვნება რომ ჩამოყალიბდეს, მან ხორცზე უნდა გაიმარჯვოს. იმიტომ თუ ადამიანი პიროვნება ხორცზე ვერ გაიმარჯვებს, ის ჩამოყალიბდება ეგოისტად და ეგოიზმი და ინდივიდუალიზმი პიროვნების საწინააღმდეგო მდგომარეობაა. და პიროვნულობა თავგანწირვაში უნდა, მაგალითად, კაცი ომში მიდის და თავს გაწირავს. ან მეგობას რომ უნდა ესრო, რომ შენ რო გადაეფარებ. ეს არის პიროვნულობის ესე იგი აპოგეა, როცა შენ თავს წირავ მოყვასისათვის, შენ ფიზიკურ სხეულსაც კი წირავ, რომ გადაარჩინო სხვა. ეს არის სიყვარულის გამოვლინება და პიროვნულობის გამოვლინება. და ამის საწინააღმდეგო არის სიამოვნებით ცხოვრება და როცა ადამიანი სულ სიამოვნებით ცხოვრობს, ის არმაცია. და რადგან ჩვენ ხორცი ყველას გვაქვს და ყველას ჩვენი ხორცი ერთნაირია, ამიტომ სიზარმაცე ყველას გვებრძვის და თუ ჩვენ გვინდა რომ ადამიანებად ჩამოყალიბდეთ, ჩვენ უნდა ჩვენში მოვკლათ სიზარმაცე. ამისათვის საჭიროა თვითდისციპლინა. ამისათვის საჭიროა მიზანი, გაცნობიერებული. და ეს არის ჩვენი ღირსება. ჩვენი ღირსება ის კი არ არის, რაც უფრო გემრიელად ვისიამოვნებთ. ჩვენი ღირსება ის არის, რომ რაც მეტად დავიმორჩილებ საკუთარ თავს. ამით ადამიანი ვხდები.
და კიდევ ერთი, ეს არ გამოვა გონიერების გარეშე. თუ ადამიანი თავის გონებას არ გამოიყენებს, აი მაგალითად იგივე საყურას რაც გადავეკიდე ამ საყურას. ესე იგი, რაღაცას რომ ვაკეთებ, რაღაცა რომ მიჭირავს ხელში. რაღაცა წვერი რომ აქვს მოშვებული. რაღაცა რომ מחურავს, აი რაღაცას რომ ვაკეთებ, მე თუ არ ვიცი ამას რატო ვაკეთებ და ისე უბრალოდ მინდა ღმერთმა დაგვიფაროს. მინდა რას ნიშნავს? მე უნდა ვიცოდე რატო მინდა, იმიტომ ვარ მე ადამიანი. ადამიანს აქვს თავისუფლება. და ნახეთ, თავისუფლებაზე ერთ ნიუანსს გეტყვით. აი მაგალითად, ძაღლი რო ავიღოთ და დაუდოთ ხორცი და პური. ნორმალური ძაღლი რომელს აიჩებს? ხორცს. ეხლა გაგითხებით. ეს ძაღლის თავისუფალი არჩევანია? თუ ინსტინქტი? აი ფუტკარი მაგალითად ხო, კაი ყვავილი და შხამიანი ყვავილი. კაფრიდა. რომელზე დაждდება? ესა თავისუფალი არჩევანია ფუტკრის? არა, ეს არის ინსტინქტი. წერის. ადამიანი, რომელიც თავის თავისუფლებას ახურდავებს, ეს მესიამონება თუ ეს მესიამონება, გესმით აი ამ საოცარი ნიჩს რას ეშვება. ახურდავებს რაღაც ინსტინქტებში, რომელიც ცხოველს ხშირად ჩვენ თავისუფლებას ისეთ რაღაცაში ვხარჯავ, აი ბოზბაში თუ ჩიხითმა, კაცი ადამიანში. თავის თავისუფლების რეალიზებას რა შეახდენია წარმოგიდგენია? ანუ ასეთი ადამიანი თავის თავს ახურდავებს, როცა გონიერებას არ იხენებს, როცა თავისუფლებას სწორად არ იხენებს, რა თქმა უნდა ზარმაცი იქნება და სულით ეგოისტი იქნება. და იცით წმინდა მამები რას ამბობენ? ესეთი ადამიანი ხორცით ცხოველს ემსგავსება და სულით ეშმაკს. იმიტომ რომ ეშმაკია ეგოისტი და სიამოვნებაზე მოფიქრალი კიდე ცხოველია. და ადამიანი და იყოს ადამიანი, ღვთის ხატი და მსგავსი. ამიტომ ყველანი ჩვენ ვართ პოტენციაში ზარმაცები, თუ არ ვებრძოლეთ, ის დაკომარცა. ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანს ღვთში აქებო და უბრალოდ არ შემიძლია რა თქვა. მე არ შეიძლება გამონაკლისი ვარ ამ მონაწილეების დამსწრების, რომელიც პირადად თქვენ გადამარჩენთ. პირადად თქვენთან ვიყავი აღსარებაზე ძალიან მძიმე პერიოდში, ძალიან ცუდი გადაწყვეტილებით და თქვენ ფაქტურად გადამარჩენთ. და მე ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მე მინდა რომ ორი სიტყვით მე თალკი გაგახსენო. მე თვითონ ვარ მამა პეტრე ბარამიძის ბრევი და მამა პეტრე მირჩია თქვენთან მოსვლა იმ პერიოდში თვითონ ავად ყოფობდა და მოვედი თქვენთან, მაშინ თქვენ საფურებდით პეტრე პავლეს ტაძარში. უღრმესი მადლობა, მე არ ვიცი, არც დამამიწყდება და ვერ გეტყვით, როგორი მოხდება ამ ყველაფერმა შემდგება. დღეს თუ მე ვარსებობ, თუ რამეს წარმოვადგენ ბავშვებო, თქვენთვისაც, საერთოდ ვინმე ესმის და საერთოდ რამე თუ ღირებული არის ჩემში, ჩათვალეთ, რომ ის თქვენგან მოდის ძალიან დიდი პროცენტი. მე დასასრულს მადლობას გიხდით ყველას ამ სიყვარულისათვის და მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს ყველა სიყვარული, მადლიერება, პატივისცემა სინამდვილეში თქვენი გულიდან ამომავალი ეკუთვნის ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი ვართ მის გარეშე და ამ როსალმე რაღაცაზე მადლობას მეუნებიან. ადრე მიჭირდა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცერად ვაპროტესტებდი, ფიქრობდი ესე და ეხლა ვივხვდი, რომ გასაპროტესტებელი არაფერი არ არის. აქ ადამიანები ქრისტეს ეძებენ და ღვთისმსახურის საშუალებით ისინი ღმერთს უხდიან მადლობას ყველაფრისათვის და ნუ რატომ პირადად მას ვერ ხედავენ, ეუნებიან სასულიერო პირს. ეს არის და ეს ყველაფერი ეს მადლიერება, პატივისცემა თუ რამე არის, ყურადღება ეკუთვნის ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე. მე მინდა გითხრათ საბოლოოდ და ამით ალბათ დავასრულებთ, რომ განსაკუთრებულად ახალგაზრდების გასაგონად, რომ ქრისტიანობა არ არის იდეა, რომელსაც ჩვენ მომსახურებთ. ეს არ არის სოფხებელობა, ეს არ არის ფილოსოფიური სისტემა. ეს არის ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა. და ეს ურთიერთობა განიცდება ადამიანის მიერ. და ის განიცდება სხვადასხვა გზით. ღმერთი სხვადასხვანაირად შემოდის ჩვენში. და ერთ-ერთი რითაც ის შემოდის რა ჩვენში ცოცხალი განგვაცდენებს საკუთარ თავს, ეს არის გრძნობა, რომელიც ადამიანური სიტყვით არ გამოითქმის. ამიტომ ფსალმუნებში უკვე დავით მე ფსალმუნე წერს ამაზე, განიცადეთ და იგილეთ, რამე თუ
თკბილ სუპა. თკბილი ერთაფერი, შაქარი, ნამცვარი. რას ნიშნავს ღმერთი არის თკბი? ეს არის გრძნობა, რომელიც თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები. მაგრამ ეს არის გამოცდილება, რომელიც თუ ერთხელ განიცადე, ვეღარასოდეს დაანებებ უფალს თავს და უფალპარო მთელი სისავსით განგვაცდეინოს, თუ რას ნიშნავს ღმერთის ჩვენში მყოფობა. დამერწმუნეთ, აი პატრიარქი რო ამბობდა გრიგორი რო იდგა, დიახაც ის განიცდიდა მას, როგორც თბილს და როცა მას განიცდი, მას ბზერას ვერ მოაცილებო. ესეთი წარმოგიდგენთ ესეთი იგაური სახე, რომ თქვენ უცებ აღმოჩნდით 2000 წლის წინ აღმოჩნდით იუდეაში, როცა ქრისტე ქადაგებს და უცებ მიგიყვანეს ქრისტესთან და დაგადგინეს მისწი და გეუნებიან, რომ აი შენ რაღაცა გაინტერესებს საკითხები თეოლოგიური და აი ვინ შენ წინ დგას, ეს არის ის მის გალაქტიკების შექმნა და ადამიანად მოვიდა. ვინ შენ წინ დგას და გალაქტიკების შემოქმედი ერთ იგივე პიროვნებაა. ვინ შენ წინ დგას არის ის ვინ შენ შექმნა და ვინ შენ შემოქმედი და ვისი ნებითაც შენი გული ცემს და ვინ შენ წინ დგას ერთ იგივე პიროვნებაა და ის გიხურებს შენ. და უცებ შენ გულს, ხა ეთია ვიღაცამ თქვა და უცებ გულმა დაგიდასტურა. ესია მორწმუნეს გული უდასტურა, შო ქრისტე ღმერთია და დაგიდასტურა და უცებ დაინახე, რომ შენსი დგას ყოფიერების საწყისი, სათავე სიცოცხლისა, ყველაფერი. როგორ მოტრიალდებოდი? როგორ წახვიდობდი საფქო? ცალმედი ხარ. იცი რა, საქმე მაქვს. ჩვენი საქმეც იმის ხელშია. რაღაც ამყავს მისახელი. ის ყველაფერი, ანუ ის არის ანიდა ხო ეგ ესმის და ადამიანი რომელიც გულში უფალს დაინახავს, როგორც სიტკბოებას, ის მას ვეღარ მოცილდება და მე გისურვებთ, რომ თითოეულ თქვენგანს მოცემოდეს ეს გამოცდილება, რას ნიშნავს იქ თქვენში ქრისტე მკვიდრდება, რომელიც განგაცდეინებს ენით გამოუთმელ გრძნობას, რომელსაც უბრალოდ დავით მეფსალმუნემ არ იცოდა რა დაერქვა და ტკბილი დაარქვა. მაგრამ რას ნიშნავს ეს? მხოლოდ განიცდება, ის თაფლი არ არის. ის ისეთი რამეა, რაც ამ სამყაროში არსად არ მოიპოვება, ის მხოლოდ ღმერთია და ყველას გისურვებთ, რომ ეს გამოცდილება ყველას მოგცემოდეთ ჩვენი უფლისაგან. ამი. დიდი მადლობა.